დღემშვიდობისა დიდი შესვენება იღებს სტარტს საქართველოში 13 საათია ნინო, გიორგი და ნიკო გესალმებით და წარმოგიდგენთ ანონსს, რას ვნახავთ დღეს გადაცემაში. დღეს გადაცემაში ნახავთ წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე. გადაცემის სტუმარია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების წამყვანი ანა მჟავანაძე. რა მნიშვნელობა აქვს სკოლაში სპორტულ თამაშებსა და აქტივობებს? გადაცემის სტუმარია სპორტის პედაგოგი სვიად აბაშიძე. რომელი ჯგუფის ვიტამინები უნდა ვაკონტროლოთ ზამთარში და მივიღოთ ისინი? თემაზე ვრცლად ისაუბრებს ენდოკრინოლოგი ლია ჯაში. ყველის წარმოება საქართველოში. გადაცემის სტუმარია მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე. როგორი საგაზაფხულო ამინდები ელის ბათუმს. გადაცემის სტუმარია მეტეოროლოგი კობა ფარდენაძე. ვინაიდან წიგნის კითხვის მსოფლიო დღე არის და მეორე დღეა ჩვენს ქალაქში აღინიშნება ეს დღე. მე წამოვიღე ჩემი ორი წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ და მინდა მაყურებელს გავაცნო. პირველად მაქვს ამის შესაძლებლობა, რომ საჯაროდ გავამხილო, მიუხედავად ჩემი ბლოგისა, რომელსაც ინსტაგრამზე ვაწარმოებ და იქ ხშირად ვაწვდი მაყურებელს ინფორმაციას საკუთარი აქტივობების შესახებ. ესე იგი, ჰერმან ჰესე ზიდჰარტა, ეს არის გიორგი შატბერაშვილის თარგმანი, ძალიან საინტერესო წიგნია მათთვის, ვისაც აქვს სურვილი პიროვნული და სულიერი განვითარება საკუთარი ცხოვრების მთავარ მიზნად აქციოს და ასევე შინაგანი ინჟინერი, ეს არის გზამკვლევის სიხარულით სავსე ცხოვრებისთვის იოგისგან სადგურუ არის ავტორი აბსოლუტურად ყველაფერზე დაწყებული იმითი, როგორ უნდა ვისუნთქოთ სწორად, როგორ ვიკვებოთ, როგორი ურთიერთქმედება გვქონდეს სამყაროსთან და საერთოდ რითი უნდა იყოს სავსე ჩვენი არსი იმისთვის, რომ სწორად მოვახდინოთ ჩვენ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება. ძალიან საინტერესო წიგნია, ესე იგი შინაგანი ინჟინერი, ალბათ სახელწოდება უკვე ამაზე მეტყველებს. ინჟინერია თავისთავად ნიშნავს რაღაც მოწესრიგებულ სისტემას, რომელიც ქმნის ეს იდეალური გამართულობა, ქმნის კარგ პირობას სწორი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის. ეს ღონისძიება კითხვის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში არის სხვადასხვაგვარი ტრადიციები, მაგალითად ესპანეთში თავად ავტორები აწვდიან ხოლმე თავიანთ წიგნებს, თავიანთი ხელმოწერებით საყვარელ მკითხველებს. დიდ ბრიტანეთში ძირითადად სკოლებში იმართება ხოლმე ეს ღონისძიებები, ბათუმში იკრიბება საზოგადოება, რომელსაც აერთიანებს წიგნის კითხვის სიყვარული და ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ განცდებს, შთაბეჭდილებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება წიგნმა შეგვძინოს, ეს არის საკუთარი თავი, ამიტომ დაუახლოვდეთ წიგნებს, იმიტომ რომ დაუახლოვდეთ საკუთარ თავებს. მოვიწვიოთ სტუმარი ანა მჟავანაძე, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების წამყვანი. მობრძანდით ქალბატონო, რა? ანა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად დღეს. რა წიგნი მოგვიტანე? ვიცით რომ წიგნის კითხვა არის ძალიან ინტიმური პროცესი, შენ რა წიგნს წარუდგენ საზოგადოებას და რა რჩევას მისცემ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ინტერესისათვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. მთელი მსოფლიო აღნიშნავს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე წელს საქართველოს მიათით უერთდება ამ ღონისძიებას და მისი ნაწილი გახდა. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თარიღია წიგნიერების ხელშეწყობისათვის და განვითარებისათვის. მე მოვიტანე ჩემი საყვარელი მწერლის გოდერძი ჩოხელის წიგნი და შევეცდებით წაგიკითხოს პატარა ამონარიდი. მოთხრობებია წაგიკითხო. დიახ, მოთხრობებია, მაგრამ პატარა ამონარიდი, ჩემ საყვარელ ამონარიდს აუცილებლად წაგიკითხო. ყურადღებით მოგისმენთ. მანამდე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ ბიბლიოთეკაზე, ჩვენ ძალიან დიდ როლს, ანუ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ეს თარიღი ბიბლიოთეკებისათვის, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სკოლებისათვის, უნივერსიტეტებისათვის, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები შეიკრიბნონ და ერთმანეთს გაუცვალონ თავიანთი წიგნის შესახებ ამონარიდები, ციტატები და ასე შემდეგ და გაუზიარონ ეს სიხარული და სიამოვნება ჩვენთან ბიბლიოთეკაში, ჩვენ
ბიბლიოთეკა ყოველწლიურად აღნიშნავთ ამ თარიღს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით, წელს რა თქმა უნდა არ ჩამოუვარდებით და მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მოგეხსენებათ, რომ ბიბლიოთეკა ორ კორპუსშია განთავსებული, ეს გახლავთ ძირითადი კორპუსი და საბავშვო განყოფილება და ორივე კორპუსში 3 თებერვლიდან დაიწყო აქტიურად ღონისძიებები. ჩვენ უკვე ყავდა მოზარდების სტუმრად ორივე კორპუსში და ჩვენმა მთავარმა ბიბლიოთეკარებმა ძალიან სასიამოვნო გარემო დაახვედრეს მათ, ისაუბრეს წიგნიერებაზე, წიგნის როლზე, ამ თარიღის მნიშვნელობაზე. სხვათა შორის ძალიან კარგი თაობა მოდის, იმიტომ რომ ბავშვებმა ითამაშეს წიგნის ამოცნობა, გაუზიარეს ერთმანეთს მათთვის საყვარელი ციტატები და ძალიან სასიამოვნო იყო. დიახ, ქალბატონო, თქვენ აღნიშნეთ აქტივობები, საინტერესო არის რა კონკრეტული კონცეფცია აქვს, კონცეპტუალურად როგორი არის წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე და წლიდან წლამდე რა განსხვავებები არის, რომლითაც თქვათ ანებიურებთ? ანუ ზოგადად ის რა ამ თარიღის სპეციფიკურობა მდგომარეობას სლოგანების განსხვავებები როგორც ვიცი და შესაბამისად აქტივობებით შესაბამისად განსხვავებები. ამ იც მე პირადად ამ თარიღის სპეციფიკურ აღნიშვნაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ეს არის თავისუფალი დღე. სრულებით თავისუფალი ვართ. არ გვაქვს რაიმე სირთულე, აი რაც წავიკითხავთ, სად წავიკითხავთ. თავარია რომ ჩვენ წავიკითხოთ ხმამაღლა და ერთმანეთს გავაგონოთ ეს კითხვა. ჩვენ ყოველწლიურად მაგალითად სხვადასხვა აქტივობებს გეგმავთ. წელს ჩვენმა ბიბლიოთეკარებმა მათთვის, ანუ ამ მოზარდებისთვის შესაბამისი წიგნები წაიკითხეს, ანუ ისა ითამაშეს გამოცნობა წიგნების და ბავშვებმა გაუზიარენ ერთმანეთს სხვადასხვა წიგნების ციტატები. ასევე მინდა განრიგი გაგაცნოთ ბიბლიოთეკაში რა ღონისძიებებია დაორგანიზებული. დღეს მაგალითად 5 თებერვალს 2 საათზე სტუმრად გვყავს მწერალი ქალბატონი მზია სალვარიძე, რომელიც თავის შემოქმედებას უშუალოდ აი მოზარდებს გააცნობს, ესაუბრება წიგნზე, თავის ლექსებს წაუკითხავს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის, როდესაც ესე უშუალოდ აქვს მწერალთან შეხება, ვინაიდან ეს მათთვის არის ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან დიდხანს გაყვებათ ეს შთაბეჭდილება. მოდით ელექტრონულ ბიბლიოთეკაზეც გვიამბეთ 2-20 სიტყვით, რა ეტაპზეა გაციფრულება საჯარო ბიბლიოთეკის? ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობს გაციფროვნება და ძალიან კარგად მოკლედ ვითარდება. არის ბაზა თქვა შექმნილი ციფრული, რომლითაც ისარგებლებს მოსული ვიზიტორი? დიახ, შეუძლიათ მოძებნოთ ეგ ბაზაც და ყველაფერი ძალიან კარგად. საინტერესოა ეს ნაწილი მაგალითად რამდენად ემთხვევა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს და რამდენად ემხრობით თუნდაც წიგნის გაციფრულებას. აქვს ის რომანტიკა და ინტიმი, რომელზეც ნინო საუბრობდა. ანუ ეგ ინდივიდუალურია. ჩემთვის პირადად აი წიგნის კითხვას სხვა ხიბლი აქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკურობა წიგნს. აი რომ ვეხები კითხულობს, დიახ, რა თქმა უნდა შევიგრძნობ და ალბათ უმეტესისთვისაც იგივეა, არ ვიცი, ეგ ინდივიდუალურია. თუმცა არჩევანის საშუალებაა და აი თქვენ რომელს არჩევთ პირადად ამ შემთხვევაში გამოგიცდიათ ელექტრონული წიგნი და რა განსხვავება დაინახეთ ყველაზე ესეთი მე ჩემთვის პირადად რა ქვია თვალები ძალიან ტკივა ხოლმე ეს არ შემიძლია ეკრანზე დიდი ხანი ყურება და წიგნის კითხვა ეს არის ეს სხვა ესთეტიკა, სხვა რომანტიზმია, რომელიც გვამოგზაურებს ხოლმე სამყაროში და მოდით კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, რასაც ქვია წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე. ჩვენ ჭირდება მსგავსი თარიღების პომპეზურად აღნიშნა იმის გამო, რომ სამწუხარო წიგნიერების დონე სტატისტიკის მიხედვით არც ისე შთამბეჭდავია საქართველოში და აქედან გამომდინარე სწორედ ბიბლიოთეკებმა მსგავსმა ეთერებმა უნდა იტვირთოს ის ფუნქცია, რასაც ქვია საზოგადოების განათლების და ინფორმაციის დონის ამაღლება ამ დღესთან დაკავშირებით. მოდით წაგვიკითხეთ ამონარიდი თქვენი. არქით მოდი წავიკითხოთ. დღეს მოგიტანეთ წასწავალა და შევეცდები მოკლედ წაგიკითხოთ ამონარიდი, რა თქმა უნდა, სრულად ვერ წავიკითხავ. მეტნაკლებად ყოველს აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეხაღადებენ, დამშეული მგლებით ცას შეჰყმოიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერ თვალებად ჩიცაც, რომელსაც სასწავალას ეძახიან. სასწავალა ღობემძურალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება. ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. სასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი. უცებ ჩემს ქვემოთ ბალახებიდან ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა.
თან წკრიალა ხმით იძახოდა ცასწავალ სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა ყველა მას შეაძქერდა გუთნის ჩიტები ბოლო ცეცხლები ჩხიკვები კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ ცასწავალ ამერთხას იფრინა ასე და უცებ ისევ დააბლა დაეშვა მოდიოდა და ახლა იმას იძახდა ტყუი ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინარდა მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით ცასწავალ რაღაც ზღვარს მიაღწევდა ხონი გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა ტყუი ამით თითქოს თავს იმართლებდა თავის უღონობას მალავდა რათა სხვებს არ გაეგოთ რომ ცასში წასვლა არ შეეძლო ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი მერე კი ეტყობა საწყენად მიიღეს ჩემს იქით კანკეშიან გორზე იწყეს შეკრება მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებულ ფრთოსნებს მიჰგვარეს იმათ ამოურჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო საზოგადოების მოტყუებისთვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღეღამი თავისუფლების აღკვეთა კანქეშის ღეროზე მიბმით გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი შემდეგ დაგრიხეს გრძელი მარცლები ცასწავალა ფრთებით და ფეხებით კანქეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება დაიშალა ცასწავალ იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა ოდნავხა ჩანდა გასცდა იმ ზღვარს სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე უკანასკნელ ძალღონეს იკრებდა ერთი სურვილი ჩეპყრობილი მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა ცასწავალ ყველანი მას შეყურებდნენ ის წერტილივი ჩანდა უკანასკნელი ამოსუნთქვისთვის იყო ღონე და გული გაუსკდა უკან მსუბუქად და მდუმარეთ ეშვებოდა მერე ისე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში საწყალი ცასწავალა ფრთოსნება იმ გორაზე დაასაფლავეს სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა მოლახულმა ბევრი იტირა სხვებიც ვიშვიშებდნენ თავს აქეთ-იქით იქნევდნენ მერე დაიშანენ და დარჩა გორაზე პატარა სასაფლაო ეს ოდნავცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილ თითქოს იმას მიანიშნებდა რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილი ჩეპყრობილი ცასწავალა იწვა და ვინც კი ნახავდა გულის წყდებოდა ეს სურვილი ხომ მეტნაკლებად ყველას გვაქვს ზოგი ვამშღავნებთ ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ აი წიგნის გულში ჩამწვდომი ნამდვილად და ეს არის კიდევ ერთ-ერთი თქმა ახმალობა იმისა, რომ ჩვენ ოცნებებს ვარი არ უნდა ვუთხრეთ და ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვსულოთ. აი ეს პერფორმანსი, რომელიც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზეთ, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. რამდენად განვრცობადია ეს პროექტი ქალაქის მასშტაბით, გასაგებია ტელევიზიაში, გასაგებია საჯარო ბიბლიოთეკაში, მაგალითად, სხვადასხვა ორგანიზაციებში, კომპანიებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში თუ ხდება, თქვათ, ამის პოპულარიზაცია. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. სკოლებში რომ ხდება, ვიცი და ჩვენ აქტიურად თანამშრომლებთ სკოლებთან, ვცდილობთ რომ აი მასწავლებლებთან ვიქონიოთ მჭიდრო კავშირი, სკოლებს დავუკავშირდეთ, მოზარდებს, იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი ბიბლიოთეკის, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის პრიორიტეტი სწორედ ამ მოზარდებზე მორგებული პროექტები და ისინია პროექტებია. და რა ვიცი, აქტიურად ვახერხებთ ყოველივე ამას, იმიტომ რომ კვირაში ორჯერ მაინც გვყავს მოსწავლეების სტუმრად. აი დღესაც ველოდებით, თუ შესაძლებლობა გექნება და აუცილებლად გვესტუმრეთ და გაეცანით. თუ შეიძლება ბიბლიოთეკაზე გეტყვით, აი რეაბილიტირებულია ბიბლიოთეკა. დიახ, ჩვენ უკვე გავიხსენით და ისა დროებით ამერიკულ კუთხეში ვატარებთ აქტიურად ღონისძიებებს. ყოველი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად და ძალიან კარგად მიმდინარეობს ამ პროექტების განხორციელება. გვაქვს სხვადასხვა პროექტები წლის განმავლობაში, როგორც ჩვენ ძირითად კორპუსში, ასევე საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებას აქვს ძალიან კარგი პროექტები. მაგალითად, სამთებერვალს ყავდა 35 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებსაც სამგანზომილებიანი წიგნები წარუდგინეს და დაათვალიერებინეს და შესაბამისი ლიტერატურა წაუკითხეს და ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდნენ. დღესაც ელოდებიან სტუმრებს. ანუ პროექტებზე გეტყვით. აი საინტერესო ამერიკული კუთხე ახსენეთ თქვენ, რა კონცეპტუალური ეს თქო შინაარსი აქვს და ზოგადად პროექტის მხარდამჭერები ვინ არიან ამ შემთხვევაში? იცით რა არის, ჩვენ ჯერჯერობით ჩვენთან მიმდინარეობს წიგნების დალაგების პროცესი და შესაბამისად დარბაზებში ფიზიკურად ვერ განვახორციელებთ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, აი სარგებლობთ ამერიკული კუთხე
კუთხის დარბაზით. მხარდამჭერი თვითონ ბიბლიოთეკა და ის არის რა ქვია, ჩვენი მთავრობა. სხვა კერძოდ არ ყავს. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ წეგან პროექტები, საინტერესო პროექტები. ანუ სხვადასხვა პროექტები გვაქვს, მაგალითად წლის განმავლობაში წლის იუბილარები, წიგნის წარდგენა, ავტორთან შეხვედრები და წელს ორი ახალი პროექტი დაემატა, ეს არის ბავშვები ბიბლიოთეკაში და სალონური საუბრების საღამოები. რას მოიცავს ეს? ეხლა ვიგეთოთ, აი სალონური საუბრების საღამოები მოიცავს ხელოვან ადამიანებთან შეხვედრებს, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროა, მთავარი რომ წარმატებული ხელოვანი ადამიანები წარმოვაჩინოთ და ისე სალონურად მოხდეს შეხვედრა. ბავშვები ბიბლიოთეკაში? ბავშვები ბიბლიოთეკაში მასწავლებელთან ერთად გეგმავთ, შევიმუშავებთ აქტივობებს, მათთვის შესაბამის აქტივობებს და შემდგომ უკვე ამას ვახორციელებთ. გააჩნია ვის აი კლასებს რა უნდათ. დიახ, გასაგებია. საინტერესოა, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ბიბლიოთეკა თითოეული მოქალაქისთვის. სტატისტიკა თუ გაქვთ, რამდენად ხშირად დადიან მოქალაქეები, ძირითადად ვინ, ალბათ სტუდენტები არიან, ხო? სტუდენტები არიან. ძირითადი ნაკადი. სხვათა შორის აი ახლა დაიწყო, რომ აი მოზარდები, მასწავლებლები არიან ძალიან ჩართულები. და აი ახალი თაობა მოდის ძალიან ხშირად, სულთ დათვალიერება, ვიკითხავთ წიგნებს, ვაცნობთ და ანუ სტუდენტები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთან როდესაც სამკითხავო დარბაზები გახსნილი იყო, ძალიან ბევრი სტუდენტი ყავდა, მკითხველი. კი ბატონო, აი საინტერესო არის გამომცემლობასთან თუ გაქვთ კომუნიკაცია და ზოგადად მე მსმენია, მაგალითად ავტორებისგან, რომ ზოგადად წიგნის ტირაჟირებასა და ძვირის სიამოვნება არის, ამ კუთხით თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია და თუ თანამშრომლობთ გამომცემლობასთან ამ ნაწილში. კი, როგორ არა, ჩვენ სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობთ და აი სწორედ ისინი თქვენ ბრძანეთ წეღან წარმატებული არტისტები თუ შემწერლები და რის საფუძველზე ახდენთ ამის ფილტრს საინტერესოა. აი ბათუმის მასშტაბით, ახლა ქალაქის მასშტაბით, ყველა ძალიან პატარაა ბათუმი, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და შესაბამისად შეიძლება მათაც მწერალი არის მაგალითად სტუდენტებში თანამედროვე ყველაზე პოპულარული დღეს ქართველი მწერალი. ანუ არ ვიცი, შეიძლება ამას სტუდენტებს უნდა კითხოთ, უფრო სწორი იქნება თუ ისინი იტყვიან ამას, ჩემი გადმოსახედიდან ვერ აღნიშნავ, ჩვენ ვცდილობთ რომ აი ბათუმის მასშტაბით ვისთანაც ხელი მიგვეწვდება, მოვიწვიოთ. ძირითადად რა ტიპის ლიტერატურა წარმოადგენს ისე გუშინ და დღეს? ანუ იყო პროზა და ასევე დღეს პოეზია გვაქვს. ძალიან საინტერესოა, მოკლედ გისურვებთ წარმატებას და დიდ მასშტაბებს, რა თქმა უნდა, აი ამ პროექტს წლიდან წლამდე უფრო საუკეთესო პროექტები შეგეთავაზებინოთ ქალაქის მცხოვრებლებისთვის. ანა მჟავანაძე, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების წამყვანი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით, მას ვემშვიდობებით და ტიხარის შემდეგ განვაგრძობთ სხვა თემაზე საუბარს. მოკლედ ჩვენმა წინა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარ სურვილებს უნდა უსმინოთ და საკუთარ თავს აუცილებლად და ალბათ ეს არის თავისუფლება, ინდივიდუალური ცნებაა თავისუფლება და რატომაც მახსენდება ირაკლის შეგონება, რომ თავისუფლება რა არის თუ არა ფრენა და ფრენის სიხარული მოკლედ და ალბათ ხო ლიტერატურა და წიგნი ხელოვნება არის ის, რაც გვაძლევს ფრენის საშუალებას. რაც შეეხება ჩვენს შემდეგ თემას ხელოვნებასთან კავშირში არის გარკვეულწილად ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენ ვიცით რომ სხვადასხვა ვიტამინები გვჭირდება, თუმცა ზოგჯერ ამას ვაკეთებთ თვითნებურად, როგორც მათი ნაკლოვანება ასევე ზედმეტი გადაჭარბებული დოზას იწვევს გარკვეულ რისკ ფაქტორებს, ასევე გარკვეულ ცვლილებებს ორგანიზმში, უფრო ვცვლად ენდოკრინოლოგ ლია ჯაშთან ერთად ვისაუბრებთ და განვიხილავთ მოკლედ სხვადასხვა სახის ვიტამინებს. გამარჯობათ. მოკლედ ზამთრის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ვიტამინების, ეს თქვათ, იღების პერიოდიც იწყებას. ზოგი ამბობს, რომ ზამთრის პერიოდი პირიქით არ უწყობს ხელს ვიტამინების ათვისებას, ზოგი ამბობს, რომ პირიქით აქვს მნიშვნელობა დღის რომელ პერიოდში მივიღებთ სხვადასხვა ვიტამინს და ზოგადად საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინს ჩვენს ორგანიზმში. ზოგადად ვიტამინი ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს. ნუ ვიტა თვითონ სიტყვიდან ძირითადად D ვიტამინზე საუბარი სიცოცხლეა და ნუ D ვიტამინი უკვე იმდენად და დაახლოებით 2011 წლიდან D ვიტამინმა
დაიწყო უკვე ეგრეთ წოდებული გაიდლაინების შექმნა დ-ვიტამინთან დაკავშირებით. მანამდე ვიცოდით, რომ დ-ვიტამინი იყო ეს მზისგან წარმოქმნილი ნივთიერება, ანუ ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ბავშვებში, ესე ვთქვათ, რახიტის განვითარების პრევენციას, ანუ ძვლოვანი სტრუქტურის, ანუ ძვლის ფორმირებაში მონაწილეობდა. მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა, გარდა ამისა, დ-ვიტამინი ახდენს კიდე გარკვეულ გავლენას სხვადასხვა დაავადებების მხრივ. სხვადასხვა, ესე ვთქვათ, პრევენციულს, ანუ იმუნური სისტემის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ემოციური ფონის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია გულსისაფრთა დაავადების მხრივ. ანუ თითქმის ბევრი ორგანოს, ესე ვთქვათ, ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ნუ ზოგადად მე მინდა რომ გითხრათ ჩემი გამოცდილება, ნახეთ, ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, თითქმის ყველა ვიტამინი, რომელიც შეიძლება ჩამოვთვალოთ, ახდენს გავლენას როგორც ორგანიზმის ფუნქციაზე, ასევე ძილიანობაზე, უცილობაზე, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ამ შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ არც ერთი ვიტამინი არ უნდა უგულოყოთ და ყველა ვიტამინი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ კუთხით. კი, ყველა ვიტამინი არის, მაგალითად, რომელიც აუცილებლად ჭირდება. ყველა ვიტამინი არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ თემა დავიწყეთ როგორც ზამთრის პერიოდი, როგორც მზის დეფიციტი, აი აქედან გამომდინარე, სხვა ვიტამინები არის ვიტამინები, რა თქმა უნდა, რომელიც მიღება ჩვენ შეგვიძლია კვებასთან ერთად, ანუ საკვებთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ჯგუფის ვიტამინები მივიღოთ. მაგრამ სწორედ ეს D-ვიტამინი არის ერთ-ერთი ისეთი ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივის გავლენის მზის სხივის შეხებისას კანთან. აი ეს ამ დროს ხდება, ესე ვთქვათ, D-ვიტამინის რაოდენობის წარმოქმნა. შესაბამისად, აი ამ სიტუაციაში, ესე ვთქვათ, როდესაც არის მზის დეფიციტი, როდესაც არ არის ხარისხი ინსოლაციის, ისეთი ანუ D-ვიტამინის დეფიციტზე უფრო მეტი შეგვიძლია ვისაუბროთ. მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა თურმე ყოფილა ისეთ, ესე ვთქვათ, გეოგრაფიულ სარტყელში, დეფიციტია და ყველა ბავშვს ეს ენიშნება, როგორც ვიცი. თითქმის ზოგადად გიო ბავშვს უწინ იყო გაიდლაინებში, რომ ბავშვს 1 წლამდე ყველას ენიშნებოდა D-ვიტამინი, მაგრამ ეხლა უკვე 2024 წელს ამერიკის ენდოკრინულმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ახალი გაიდლაინი, რომ 18 წლამდე ასაკის, ესე ვთქვათ, მოზარდებში აუცილებელია D-ვიტამინის გარკვეული დოზით მიღება. აუცილებელია. და შესაძლოა აი ამ შემთხვევაში ტესტირებაც კი არ გავაკეთოთ, პროფილაქტიკური დოზის დანიშვნა, აი ამასაკისთვის აუცილებელია და მოხუცებში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც მოგვცა ამ გაიდლაინებმა, რომ აი ამ სიტუაციაში აუცილებელია პროფილაქტიკური დოზის, ესე ვთქვათ, დანიშვნა. რაც შეეხება ზოგადად ჩივილები კი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გაფანტული. შეიძლება იყოს გაფანტული. შეიძლება იყოს აი D-ვიტამინის დეფიციტსაც ახდენს თავბრუსხვევა, თავბრუსხვევა ახლავს ეგ მინერალების, რკინის დეფიციტს, B12 ვიტამინის დეფიციტს. ანუ ბევრი საერთო, ესე ვთქვათ, ჩივილები შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა ის ემოციური გუნება განწყობა, შეიძლება რაღაც მაგნიუმის დეფიციტიც თან ახდენს. ანუ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მინერალების, ვიტამინების და მიკროელემენტების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ჩვენს ორგანიზმს და აძლევს ნორმალურ. როგორ უნდა დავადგინოთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აი ეს არის ექიმის პრეროგატივა, რა თქმა უნდა, ნუ ჩივილების მიხედვით, ანუ გამოკვლევაზე, როდესაც მოდის პაციენტი, ჩვენ ესე ვთქვათ, აი ჩივილების მიხედვით მიგვაქვს HV დაუშვათ აი რაღაცა დეფიციტზე და შესაბამისად ვაკეთებთ ამა თუ იმ გამოკვლევას. ეს იქნება D-ვიტამინი, ეს იქნება ჰიპოკალცემია, კალციუმიც არ უნდა დავივიწყოთ, ეს უმნიშვნელოვანი მინერალია. მაგნიუმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი, ანუ ძილის მოწესრიგებას, ესე ვთქვათ, მელატონინის სინთეზს, ანუ ბევრ რაღაცას უზრუნველყოფს ორგანიზმში, კუჭნაწლავზე მოქმედება, ანუ ბევრი თვისებები აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია B-ჯგუფის ვიტამინები. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა ძალიან ხშირია აი მარხვა, ხო, იცით და აი მარხვის დროს მე ვამბობ ჯამრთელ ადამიანებზე. ახლა მე ვსაუბრობ ჯამრთელ ადამიანებზე, არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, როდესაც რაღაცა
პრობლემაა. მივხვდით, აი თუ არის დაუშვათ აი მარხვის დროსაც ძალიან ხშირია ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, იმიტომ რომ ხორცს არ ჭამს ადამიანი. მივხვდით, ანუ აქ ინდივიდუალურად არის შესაძლებელი პაციენტის ჭივილები და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. აი თუ გავაკეთებ დაუშვათ აი კვლევა კეთდება იმ შემთხვევაში თუ არის რაღაც ჭივილი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აი კვლევის მიხედვით გინდება ვიტამინის მიღების დოზა, ჯერადობა და ხანგრძლივობა. რომ რა დოზით უნდა დაინიშნოს ესა თუ ის ვიტამინი, როგორია შეწოვა თუ ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული პრობლემა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მხრივ, აი ამ შემთხვევაში უკვე შეწოვის პრობლემა მოდის, აქ უკვე ცოტა სხვანაირად. ეხლა ძალიან აი, ნუ თქვენ ციცით ალბათ, რომ აი ბარიატრიული ქირურგია ძალიან წამოვიდა ეხლა, აი უკვე ძალიან ხშირად იკეთებენ. არ ბარიატრიული ქირურგიის მერე აუცილებლად ვიტამინების სტატუსი უნდა შემოწმდეს და აი პაციენტი უნდა იყოს კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ, რომ აი ამ შემთხვევაში უკვე სხვა პრობლემები მოდის, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება ერთ ადამიანს კონდეს, ორივეს კონდეს D ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ ერთ ადამიანს კონდეს რაღაც ისეთი დაღლილობა, მხოლოდ დაღლილობა. მეორე ადამიანს შეიძლება კონდეს ოფლიანობა, უგუნებობა, დეპრესია. ვინაიდან ზამთარი არის ყოველ წელს და წლიდან წლამდე მიღებული დოზა არის თუ არა საკმარისი საინტერესოა D ვიტამინის იმის გათვალისწინებით რომ ზამთარში რთულია მივიღოთ მზის სხივები პირდაპირ ჩვენს კანზე. როგორ არის იცით D ვიტამინის მიღება უნდა იყოს აი მუდმივად ესე ვთქვათ თუ არის D ვიტამინის დეფიციტი იქ რა თქმა უნდა გადაიხედება დოზა. ზამთარში შესაძლოა დოზის მომენტების საკითხი დადგეს. ვინაიდან D ვიტამინი იხარჯება. აი როგორც აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ორგანიზმში D ვიტამინის და აი ნებისმიერ ამ იმუნურ რეაქციებში ზამთარში ეს გაციება, გრიპი, ესენი ყველაფერი არის ცოტა თავისებურად უფრო მომძლავრებული, შესაბამისად აქ ხარჯვის მომენტი ამ ვიტამინის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. არ აკეთებს D ვიტამინი დეპოს, დეპო არა აქვს ორგანიზმში, ამიტომ მუდმივად საჭიროებს შევსებას, რომ ჩვენი ეს ძლოვანი სისტემა იქნება, ეს ემოცია იქნება, ზოგადად აი ორგანიზმი კონდეს მომარაგებული. ამიტომ პროფილაქტიკური არსებობს პროფილაქტიკური დოზა. ხო, ეხა შეიცვალა, ადრე იყო 600-დან 800-მდე, ეხა შეიცვალა 2000 ერთეულია, მაგრამ აი ეს პროფილაქტიკური დოზის მიღება ახალგაზრდა პაციენტებში შესაძლებელია კონტროლის გარეშეც, მაგრამ პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება, ეს მხოლოდ D ვიტამინს უკავშირდება. D ვიტამინს უკავშირდება, D ვიტამინს უკავშირდება პროფილაქტიკურს, იმიტომ რომ მას არ აქვს დეპო ორგანიზმში. სხვა ვიტამინს შეუძლია რაღაც დეპო შექმნას. იგივე როგორც მაგნიუმს მაგალითად. მაგნიუმსაც კი ბატონო, შესაბამისად, ანუ პროფილაქტიკური დოზის მიღება ჩვენ შეგვიძლია. მაგრამ თუ ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს, ჯობია ყოველთვის შევამოწმოთ, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი, იმიტომ რომ რა არის, აი საკმაოდ დიდია, ესე ვთქვათ, რეფერენსული მაჩვენებელის დიაპაზონი. ახლა რეფერენსული მაჩვენებელი, ნუ ამას დიდი დავა მიმდინარეობს ამ გაიდლაინებში, რომ აი რეფერენსული რომ რამდენი უნდა იყოს, როგორ ჯობია, რა ჯობია. ზოგისთვის, ნუ ყოველ შემთხვევაში, ახლა თანამედროვე მონაცემით, ანუ რეფერენსული მაჩვენებელი D ვიტამინის შემთხვევაში გვაქვს 30-დან 100-მდე. ნუ 100 ზემოთ უკვე შესაძლოა ეს ტოქსიური ეფექტები გამოავლინოს, იმიტომ რომ ყველა აი თქვენ როგორც აღნიშნეთ, ყველა ვიტამინს, მინერალს, ყველა შეიძლება ჰიპერდოზირებას, ანუ კონდეს თავისი ეფექტი. შესაბამისად, რო არ მოხდეს ესეთი სიტუაცია, ამიტომ ჩვენ მაინც ვურჩევთ კონტროლს. გაბატონულია, თქვენ წერან ახსენეთ ათვისების უნარი, საინტერესო არის თხის რომელ მონაკვეთში რომელი ვიტამინი უნდა მივიღოთ და საერთოდ რომელი ვიტამინი რომელ ვიტამინთან ერთად თავსდება ათვისების ნაწილში და როგორ უნდა მივიღოთ საერთოდ, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში მე მაგალითად ვიტარებ როგორც B ვიტამინი, C ვიტამინი, D ვიტამინი ასე შემდეგ. თუმცა გარკვეულ პერიოდში, როდესაც დავიწყე, დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რომელი თხის რომელ მონაკვეთში უნდა მივიღო, რასთან ერთად უნდა მივიღო, როგორ იქნებოდა ათვისების უნარი, მაგალითად საკვებთან ერთად, ცხიმიანთან ერთად, უცხიმოსთან ერთად და
და ასე შემდეგ. აი დეტალებზე როგორ საუბრობთ? თვითონ ვიტამინებს აქვთ ესეთი არსებობს ვიტამინი, რომელიც იხსნება ცხიმში, არსებობს ვიტამინი, რომელიც იხსნება წყალში. მოდი ჩამოვყოთ. შესაბამისად, ეხლა D ვიტამინი უფრო ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ამიტომ არის ხშირად, რომ აი ომეგა-3-თან ერთად, აი ცხიმთან ერთად შესაძლებელია D ვიტამინის მიღება. შეიძლება, მაგრამ ეხლა იმდენად კარგი, ეფექტური, ესე ვთქვათ, პრეპარატები არის უკვე გამოსული ჩვენს ბაზარზე, რომ აი მე მაგალითად არ ვურჩევ პაციენტებს, რომ რაღაც განსაკუთრებული დიეტური, ესე ვთქვათ, ხო, აი დიეტურის დაიცვას ამ ვიტამინების მიღებისას. მოვდით, იმიტომ რომ იმდენად გაწმენდილია, იმდენად კომფორტულია, იმდენად შეწოვადია. ათვისება არ უჭირს. ფორმულები ხო, აი ესე ვთქვათ, ნუ ყველაფერი ხო ვითარდება. ნუ უწინ იყო მხოლოდ წვეთების ფორმით, ახლა არის ტაბლეტირებული ფორმი, ახლა არის ეთოვანი კაფსულა, ახლა არის სპრეი, ძალიან ბევრნაირი ფორმაა გამოშვებული. აქედან გამომდინარე, ეს ფორმების მიხედვით, ანუ ამ რაღაც კონკრეტული დანამატი არ ჭირდება. უბრალოდ მაინც რეკომენდაციას ჩვენ ვუწევთ, რომ D ვიტამინი ჯობია მივიღოთ დილით. დილის საათებში, მაინც დღის ჰორმონია, მზის ჰორმონია და შესაბამისად და მაგნიუმთან ერთად. მაგნიუმი ჯობია მივიღოთ საღამოს. მაგნიუმი ჯობია მივიღოთ საღამოს. ნუ კი არის ეს დაუშვათ, რომ მაგნიუმი როგორ არის, იცით, აი მაგნიუმი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგრამ გააჩნია რისთვის ვიღებთ ამ მაგნიუმს? ყველაფერს აქვს თავისი ჩვენება. ჩვენების გარეშე ცოტა რთულია იმის მსჯელობა პროფილაქტიკური დოზის მაგნიუმის მიღება საღამოს შეგვიძლია. აქ არის მთავარი დოზირება, იმიტომ რომ სამკურნალო დოზა მაგნიუმის დეფიციტის შემთხვევაში სხვა არის, პროფილაქტიკური დოზა კიდე სხვა არის. რამდენად სწორია საერთოდ ადამიანებმა მიიღონ ვიტამინები ჩვენ ყველა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თვითნებურად მიზანშეწონილია თუ არა ვიტამინების მიღება. როგორ არის, იცი გიო? თვითნებურად მე პირადად არაფრის მიღების მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ თვითნებური მიღება ვიტამინს ნებისმიერ პროდუქტს ჩვენ ვღებულობთ კვებით. თუ კვება იქნება სწორი, დაბალანსებული, შესაბამისად ჩვენ შევძლებთ გარკვეული, ესე ვთქვათ, მინერალის და ვიტამინის შევსებას. ჯობია გაკეთდეს ეგრეთ წოდებული ჩეკაპს, როცა ანუ შემოწმება პროფილაქტიკური, მინერალები იქნება ეს ვიტამინები იქნება. რა გვაკლია და უშუალოდ რა გვჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერ პროდუქტს შეიძლება ქონდეს რაღაც გადაჭარბების ეფექტი, ხო მითანხმებით, ანუ პერორალურად მიღებულ, ანუ კონცენტრირებულ, ესე ვთქვათ, პროდუქტს. ჯერ ერთი ეს მივთვლი, რომ გარკვეულწილად ამ ვიტამინების და მინერალების, ესე ვთქვათ, ის გამოდის დისკრედიტაცია. დისკრედიტაცია. აქცენტი ხალბატონია. აქცენტი უნდა ხილზე, ბოსტნეულზე. ხილზე, ბოსტნეულზე ნახშირწყლები ისედაც არ არის რეკომენდებული. ნახშირწყლები როგორ არის, იცით, ნახშირწყლებია. ნახშირწყლები დიეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისთვის მთავარ ენერგეტიკულ მასალას. მაგრამ ვიტამინები ძირითადად ამ შემთხვევაში არის ბეჭდგუფის ვიტამინები უფრო არის ცილა, ხორცს პროდუქტებშია ბეჭდგუფის ვიტამინები. აი დაუშვათ სტაფილოში არის ბეტა-კაროტინი. აი თხილეულში შეიძლება იყოს დაუშვათ აი ნუში, ეს ქეში, ესენი მაგნიუმ შეიცავს გარკვეული რაოდენობით. აქ არის ბევრი პროდუქტის, მაგრამ ბალანსირებული მიღება. ანუ ნიგოზე ეს ომეგა-3-ია, ავოკადო, ესეც მცენარეული ომეგას. ხო მიხვდით, ანუ აქ თევზი, ანუ ბევრი რაღაცის, ესე ვთქვათ, ძის ნაწარმის რაც შეეხება. ძის ნაწარმი ეს კალციუმი არის, ძის ნაწარმი. მთავარი, ესე ვთქვათ, დაფარვა კალციუმის ხდება ძის ნაწარმის საშუალებით. აქედან გამომდინარე, აქ ჩვენ გვაქვს მთელი სპექტრი საკვების, რომლის გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია ეს მივიღოთ, მაგრამ თუ გვაქვს რაღაცა ჩივილი, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ და შესაბამისად, იმიტომ რომ ეხლა როგორ არის ეს მიკროელემენტები, იოდი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მთავარი შემადგენელი პროდუქტი. ასევე სელენი ძალიან გვჭირდება. სელენიც არის კოფაქტორი. იოდს შეიცავს წყალმცენარეები, იოდს შეიცავს, ანუ ესე ვთქვათ, ბევრი თევზი
არცის გარკვეული რაოდენობა შეიძლება ზღვისპირა სეირნობა საჭირო. ზღვისპირა სეირნობა მუშთა რო არ არის დიდი იოდით გაჯერების საშუალება. გამოყოფს როგორც ვიცი. ეს წყალმცენარეები გამოყოფს, მაგრამ მხოლოდ ეს იმ რაოდენობით არ არის რომ დააკმაყოფილოს ჩვენი ორგანიზმი. ბევრი რაღაცაა ესეთი, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად შეგვიძლია კვებით შევავსოთ. ამიტომ თუ არა გვაქვს გარკვეული სახის ჩივილები, ეს იქნება სისუსტე, დაღლილობა, ემოციური ფონის შეცვლა. თუ ორგანიზმი მუშაობს ნორმალურად, მე ვთვლი, რომ არაფერი დამატებითი არ ჭირდება. ახლა დ-ვიტამინს თუ არ ჩავთვლით და რაღაცა პროფილაქტიკურ დოზას თუ არ მივიღებთ. მაგრამ თუ გვაქვს რაიმე ჩივილები, შეიძლება იყოს დაბუჟებები, იმიტომ რომ დაბუჟებები უმეტესად ახასიათებს B ჯგუფის ვიტამინების პრობლემას. ანუ არც ზედმეტი არ ვარგა და არც ნაკლები არ ვარგა. ანუ სიჭარბე, ეს ოქროშვალედი უნდა დავიჭეროთ. შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად B ჯგუფის ვიტამინების სიჭარბემ, როდესაც ადამიანი თვითებურად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში. კუმულაცია ყოველთვის არ არის კარგი. მე ხვდით, ანუ ჰიპერკალცემია, კალციუმის გადაჭარბებამ შეიძლება მოტეხილობაც კი გამოიწვიოს. მე ხვდით, ანუ ბევრი რაღაცა არის ერთმანეთზე აბმული. ანუ არც კალიუმის ნაკლებობა, კალიუმის და მაგნიუმის ნაკლებობამ შეიძლება გულის სერიოზული არითმია გამოიწვიოს. ანუ ბევრი რაღაცა რამდენი უნდა მიიღო, მაგალითად, რამდენი საკვები უნდა მიიღო ამ შემთხვევაში, ვთქვათ, C ჯგუფის ვიტამინების შემთხვევაში. C ვიტამინის შემთხვევაში როგორ არის, იცით? ანუ ციტუსი მშვენივრად ავსებს, ესე ვთქვათ, ამ C ვიტამინის ყოველდღიურად რამდენი მანდარინი ან პორტოხალი უნდა მიირთო. საშუალოდ ორი ცალი პორტოხალი და 3 ცალი მანდარინი, ჩემი აზრით, მშვენივრად შეავსებს, თუ ადამიანი არის ჯანმრთელი და შეწოვის, ესე ვთქვათ, ის არ არის პრობლემა. რამდენად ანუ, იმიტომ რომ გარდა ამისა, იქ ხომ მწვანილს ვღებულობთ, მწვანილშიც გარკვეული რაოდენობა. ბიოლოგიურია თუ არა, მაგალითად ის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ აგრარულ ქართულ ბაზარზე, ბიოლოგიურია თუ არა. ეგ უკვე ჩემთან კითხვა არ არის, ეგ უკვე იყო დრო, როდესაც მაგალითად ვაშლს როგორც კი მოკბეჭდი, მალევე შავდებოდა, ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ შეიცავდა რკინას. დღეს რა ვითარება ამ თვალსაზრისით? მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ჩემი კომპეტენცია არ არის პროდუქტის შემოწმება. არის თუ არა ეს ინდიკატორი იმისა, თუნდაც აი როგორ გავსინჯოთ ვაშლი? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ამაში მე კომპეტენტური არ ვარ. მაშინ მაგე უნდა შემოწმდეს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ პროდუქტი მაინც ჩვენთან მოწმდება გარკვეულ, ესე ვთქვათ, შხამქიმიკატებზე, ნიტრატებზე და რაღაც შემცველობაზე. ამიტომ ალბათ უფრო სურსათისოვნებლობას და ესეთ თემას მე ვფიქრობ, უნდა ვინდოთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად აწყობილია ეგ სამსახური, რაც მე მაქვს ინფორმაცია და უნდა ვენდოთ ქართულ პროდუქტს. იმპორტირებულიც არის ჩვენს ბაზარზე საკმაოდ ბევრი, მაგრამ იანი ვაშლიო, აი რო იტყვია. უფრო გემრიელი და უფრო სასარგებლოა. უფრო გემრიელი, უფრო სასარგებლოა. ჭია ტყუილა და არ შევიდოდა, შეძურებოდა იმ ვაშლში. როგორ არის, იცით, მე მაინც ჩვენ ქართულ პროდუქტს უფრო გემრიელია და უფრო კარგად აღვიქავ, ვიდრე დაუშვათ აი საზღვარგარეთ, ან თუნდაც აი რაღაცა სხვა გემოა, იცით იქ პროდუქტი. თქვენ ქალბატონი ახსენეთ 2-3 პორტოხალი დღიურად, ან სხვა ხილი პირობითად ვაშლიან, ასე შემდეგ. რამდენად სწორია, როდესაც ხილისგან დაწურულ წვენს მივირთმევთ ხოლმე კონცენტრირებულს, თქვათ. უნდა მოხდეს ამის გაზავება თუ პირიქით ნატურალური უნდა მივირთმევთ სრულად დაწურული. გიო, როგორ არის, იცით, აი წვენი თუ არის ეს ფრეში. დიახ. კი ბატონო. ანუ არანაირი დამატკბობელი და აი შაქარი, ან შაქარშემცვლელი, ან თუნდაც იყოს 4-5 პორტოხალისგან დაწურული წვენი, ხო? ერთი ჭიქა მაგალითად. არა, 4-5 არ ჭირდება, ერთ ჭიქას 2 ყოფნის სავსებით. სავსებით ყოფნის არა. და არ ჭირდება, მაგ ნამდვილად ვიცი, არ ჭირდება არანაირად. იმიტომ რომ გაჩნდა გიორგის რაციონი როგორი არის და ხო, აი როგორია გიორგის ჭიქის მოცულობა, ჭიქის სიდიდე. აქედან გამომდინარე. სულ მაინტერესებდა, ანუ უსაფრთხოა მის მიღება. უსაფრთხო ფრეში თუა, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ კონცენტრირებულ ნაყიდ წვენებზე, მაღაზიაში რო იყიდებენ, ნუ ეს წვენი კი ბატონო, ეს უკვე პრობლემაა. აქ უკვე არის შაქარ შემცვლელი, აქ უკვე არის დამატკბობელი, ეს არ არის ჩვეულებრივი, აი ხილი და
მედრიდან მიღებული ფრუქტოზა. აქ უკვე არის სპეციალური დამატკბობები, რომ მას შეინახოს საკუთარი თავი. აი ეს წვენი უკვე სხვა თემაა, იქ უკვე სხვა კალორაჟია, იქ უკვე სხვა შემადგენლობა და ეს რამდენად შეგვივსებს რამეს ცოტა აი ესე ვთქვათ ისეთი ისა. საკითხი გაიდლაინთან დაკავშირებით უნდა კითხოთ აუცილებლად წინას თემასაც დაუსვით წინა დღეს და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ წითელი შეფერილობის პროდუქტთან დაკავშირებით. რა მოსაზრება გაქვთ ზოგადად და იმ ტკბილებთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავლად არის მოცული, მათ შორის შელიპონების თუ სხვადასხვა ტკბილი. აი ზოგადად მე მაგალითად ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ესეთი პროდუქტების, იმიტომ რომ მექანიკურად დამზადებული ის კი არა, აი როგორ არის იცით, აი მექანიკურად შეღებილი პურის წინააღმდეგიც ვარ. იმიტომ რომ ანუ ნებისმიერი საღებავი, გარდა იმისა, რომ ის არის ზედმეტი ნახშირწყალი ორგანიზმისთვის და ანუ ეს როგორ აიცით, კიდე არის, ეხლა ეს საუბარი ცოტა შორს წაგვიყვანს, არის გარკვეული ემულატორები, რომლებიც ამ საღებავის მდგრადობას უზრუნველყოფ. რაც მე მიმაჩნია, რომ ეს არ გვჭირდება არანაირად. იწვევს ალერგიებს, იწვევს ალერგიებს, იწვევს ლავისტრაქტის გაღიზიანებას. ხო, ანუ ახლა აღარ გავამახვილე არამედ, მაგრამ ამ ემულატორებს აქვს გარკვეული უნარი, რომ რაღაცა შეცვალონ ორგანიზმის მოლეკულურ დონეზე. შესაბამისად, მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვარ. აი მაგ პროდუქტების, ნებისმიერი ესეთი პროდუქტის, ფასტ ფუდი იქნება, ეს ჟელიბონი იქნება, ეს რაღაცა. მე პირადად არის, აი თავიდან როგორც გიოს ვამბობდით, ახლა ფრეშთან მიმართებაში. პროდუქტი უნდა იყოს ახალი. აი ეს შენახული პროდუქტები ცოტა რთულია. იმიტომ რომ აი აქ და მით უმეტეს, აი რაღაც არ ვიცი, მე პირადად ეს პროდუქტს მე არ მოვიხმარდა, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, იგივე შეიძლება ექიმე ზუსტად ვერ გვირჩიოს, რომელი შესახედაობის პროდუქტი ავერჩიოთ, თუმცა დაკვირვება არის აუცილებელი, იმიტომ რომ საკვები არის მთავარი წყარო ჩვენი ჯანმრთელობის. ეს არის ინდივიდუალური, ეს თქვენ ღებულობთ ამ საკვებს, ყველაფერს ექიმი ვერ გეტყვით. ნამდვილად. პაციენტი ღებულობს ამ საკვებს. შეიძლება ერთი და იმავე სუფრაზე ხო გქონია ესეთი შემთხვევა დაუშვათ, ყველა მჭამა რაღაც და ერთი ადამიანი მოიწამლა. ხო მიხდით, აი ესეთიც ყოფილა. ამიტომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ჩვენ თვითონ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ ორგანიზმს, რომელ პროდუქტს ღებულობთ, რომელ პროდუქტს არ ღებულობთ და იქიდან მივიღოთ დასკვნა, რომ დაუშვათ თუ კონსულტაციაზე ვიზიტზე მივდივართ, ექიმს რომ გაუადვილდეს საუბარიც, დიაგნოსტიკაც და არჩევა დაუშვათ იმ მკურნალობის ან გამოკვლევის ტაქტიკის, რომელიც პაციენტს ჭირდება. ამიტომ ინდივიდუალურობა და ყველამ უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოს. და ამ დროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება თუნდაც იმ ნაწილში, რომ უნდა წავკითხოთ აუცილებლად შემცველობა და დავაკვირდეთ მოკლედ შეფუთვას. აუცილებლად ვადას კიდე ძალიან ხშირია ვადის დარღვევის ეპიზოდები განსაკუთრებით რძის პროდუქტებში. განსაკუთრებით რძის პროდუქტებს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ვადას. რძის პროდუქტებს რაც შეეხება ასევე მნიშვნელოვანია, როგორც მე მსმენია ხოლმე თქვენ უფრო დეტალურად იტყვით ამის შესახებ პასტერიზებულ რძეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თქვათ ის მსხვილფეხარქოსანი სადიკვებება ქუჩაში გარეთ ნაგავსაყრელზე ჩვენთან პროდუქტებს აწერია გიორგი, ეს არის ბიოლოგიური პროდუქტი, ნატურალური პროდუქტია თუ გენმოდიფიცირებული თუ რაღაცა სხვა ის აქვს. ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცადოთ ნატურალურ პროდუქტზე გავაკეთოთ აქცენტი თუ გვინდა რომ ორგანიზმი გქონდეს. თუმცა ფაქტი არის რომ ბიოპროდუქტი დღეს ბაზარზე გაცილებით უფრო ძვირი არის და ორმაგად უფრო მეტად ძვირი ვიდრე შეიძლება სტანდარტული რძის პროდუქტი. ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მისი მოყვანა ორგანიზმია, იმიტომ რომ მისი მოყვანა საკმაოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ნუ აქ უკვე ნაკლები სასუქია შედარებით, აი მეტი დრო ჭირდება. რაღაცა და ნუ აქედან გამომდინარე არჩევანის უფლება აქვს ყველას. შესაბამისად, უნდა ვიცადოთ არჩევანი გავაკეთოთ ჯანმრთელობის და ორგანიზმის. მადლობა. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. ლია ჯაში ენდოკრინოლოგი გახდათ ჩვენი სტუმარი. საუბრობდით ჯანსაღკვებაზე და აქვე მნიშვნელოვანია უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ღებულობთ, ანუ რასაც
ღებულობთ საკვებად სწორედ ისეთივეა ჩვენი ორგანიზმი. ბავშვობაში ალბათ ყველას გვიყვარდა ფიზკულტურა, დღეს უკვე სპორტის გაკვეთილები და ჯანსაღკვებასთან ერთად მნიშვნელოვანია დავკავდეთ სპორტით ყოველდღიურად, დავუთმოთ სპორტს დღის განმავლობაში გარკვეული დრო და ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. ზვიად აბაშიძესთან ერთად, რომელიც სპორტის მასწავლებელი გახლავთ, მობრძანდით ბატონო ზვიად, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ამარჯობათ მოგესალმებით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო ფიზკულტურა, დღეს უკვე სპორტის. საგანი არის გიორგი, ესე აღინიშნება. დღეს სპორტის, ესე ქვია, სპორტის საგანი და შესაბამისად მაინტერესებს რა ხდება ამ კუთხით. რამდენად სპორტული თაობა მოდის, რა დრო ეთმობა სპორტს დღეს ციფრულ სამყაროში. ეხლა იქიდან რომ დავიწყოთ, ყოველთვის პოპულარული იყო სპორტის გაკვეთილება და ამეთანხმებით არ არსებობს ბავშვი, ვისაც სპორტის გაკვეთილი არ უყვარდეს. ეხლა რომ შემოვდივით თქვენთან სტუდიაში, თქვენი თანამშრომელი შეხვდა და მითხრა რომ მასწავლებელი, მიცანეთებია თქვენი მასწავლებელობის ამ მოსავლე ვიყავიო სპორტის. ნუ როლი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სპორტის. სლოგანი ჩვენ ყოველთვის არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ეს ყოველთვის იყო წინაპლანზე და იქნება. ეხლა განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით ადრე მაინც ესე იყო თუ ისე იყო ყველა ჩართული იყო. ეხლა ამ ციფრულმა ტექნიკამ, ინტერნეტმა მოადუნა ბავშვები და არ არიან იმდენად, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გადართულები იყვნენ ამაზე და მაქსიმალური კონცენტრაცია იყოს გაკვეთილის მსვლელობისთვის. მით უმეტეს ტელეფონები არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში სახლიდან მოსულები მაგალითად რო ავიღოთ, ადრე ყველა გამოვდიოდით უბანში და თამაშობდით, ფეხბურთი იყო, კალათბურთი იყო. დღეს იმდენი საშუალებებია, თითქმის ყველგან მოედნები არ არსებობს, უბანი არ არსებობს, ადგილი, ეზო სადაც მოედნები არ იყო და ჩვენ ქვებს ვდებდით და ისევ თამაშობდით და ეხლა არჩევანი ძალიან დიდია. ეხლა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვები ჩართოთ, არ მივცეთ გასაქანი, არ მივცეთ საშუალება და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. აი მაგალითად ყოველ წელი როცა იწყება, აი ესე თეორიული გაკვეთილები მაქვს და ვესაუბრები, ან მაინტერესებს ვინ რომელ სპორტის სახეობაში დადის, ვის სადადის, ვინ აპირებს. ხშირ შემთხვევაში პასიურობენ, ნუ დაახლოებით 30 ბავშვიდან ნახევარი დადის, ზოგი არ დადის. და პროპაგანდას უწევ ამით, რომ აი მაგალითად ნებისმიერი სპორტის აი ფეხბურთი გაინტერესებს, კალათბურთი, ფრენბურთი არა აქვს მნიშვნელობა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩავთო, იმიტომ რომ შეხება მაქვს აბსოლუტურად ყველა სახესთან, მე თვითონაც მძლეოს ცნობის მწვრთნელი ვარ და თუნდაც ერთი ბავშვიც რო ჩემი რეკომენდაციით მივიდეს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო ზვიად, უნდა გკითხოთ აუცილებლად გიომას გაიხსენა, მის საყვარელი საგანი იყო ესეც ეგრეთ წოდებული, ჩემიც ალბათ და წლების განმავლობაში კონცეპტუალურად ალბათ განსხვავდება ზოგადად გაკვეთილი ფიზკულტურის. დღეს რა მოცემულობა არის, ზოგადად ეს 40 წუთი მით უმეტეს რომ თქვენ ახსენეთ რომ სხვადასხვა მიმართულებით ინტერესი აქვთ ბავშვებს და ზოგადად რა კონცეფცია აქვს ფიზკულტურის გაკვეთილს, რა სპორტის სახეობებს ანიჭებთ უპირატესობას და როგორ მიმდინარეობს საერთოდ. აი მაგალითად ჩვენთან სკოლას აღებული აქვს ესე ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი. ეხა საშუალება გვაქვს და შევიტანეთ მაგიდის შოხბურთიც. ნუ რაც უფრო მეტი იქნება ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგცეს, ამაზე უკეთესი რა არის. ძირითადად მაინც უფრო ფეხბურთი, კალათბურთია, ეს დომინირებს და ფრენბურთი. პოპულარული სპორტი. ბოლო პერიოდში და საერთოდაც, მაგრამ ეხლა ნახეთ, ვცდილობ, რომ აი მაგალითად ყოველ წელს ჩვენ სპორტის დეპარტამენტი 9 სახეობაში ატარებს შეჯიბრს. დაწყებული ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის შოხბურთი, ბამბიკტონი, ნუ შემეცნებითიც არის აი ეს სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მიმართულებით, ხო და მარტო როგორც სპორტული არა, აი შემეცნებითი მიმართულებითაც არიან ჩართულები და მინდა გითხრათ, რომ ეს თაობა არის ძალიან აქტიური რა, ძალიან უყვართ. ნუ ეხლა სპორტი ყოველთვის იყო საყვარელი და ყველა მოსავლისთვის, მაგრამ ეხლა თუ დააინტერესებავს, თუ ოდნავ მაინც მარცვალს ჩავდებ, არ არსებობს ბავშვი, ვისაც ინტერესი არ ქონდეს. ნუ ახ ზოგს სხვადასხვა სპორტის სახეობები მოწონს და აქედან გამომდინარე, ასე ვთვლი, რომ ძალიან პასიური თაობა შეიძლება არ იყოს. სპორტი ჩვენ უნდა შევუწყოთ თვითონ ხელი და აგიტაცია, პროპაგანდა რაც შეიძლება მეტი და მეტი. რომელ კლასამდე ისწავლება საინტერესოა დღეს სპორტი? პირველი კლასიდან მე-12 კლასში ჩავთვლით, ჩვეულებრივად ისწავლება. თუ იმართება მაგალითად სკოლებს შორის სასკოლო
შეჯიბრებები, სპორტულ შეჯიბრებებს. როგორ არის მართება? ეხლა ჩვენ ვიწყებთ ჯერ შიდა სასკოლო შეჯიბრს. დიახ. შიდა სასკოლო შეჯიბრიდან შემდეგ მათი мотиваციისთვის, დიახ. რა თქმა უნდა, ესე იგი, იმდენად დატვირთული არის გრაფიკი, რომ ხანდახან ვერც კი უასწრებთ, იმიტომ რომ შუალედენ მაგალითად ოლიმპიადა, სასკოლო ოლიმპიადა როცა ტარდება 9 თუ 10 სახეობა, იქ გოგონებიც არიან, ბიჭებიც არიან. შემდეგ ეს რომ თავდება უკვე რეგიონალური იწყება. აი ახლა მაგალითად უკვე ჩვენ ველოდებით თებერვლიდან მარტის თვეში აჭარის შიდა აჭარის და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით გავდივართ, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა მიმართულებით, ყველა სპორტის სახეობით მაქსიმალურად დატვირთული არის შეჯიბრებები და ღონისძიებები. კი ბატონო. ამას ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივთ. ჩვენ სამედიცინო ნაწილს ხშირად განვიხილავთ ხოლმე გადაცემაში და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტს და თქვენ როგორც ბრძანეთ ჯანსაღს ხელში, ჯანსაღის სული ნამდვილად. და მნიშვნელოვანი არის ხო ხარი დაუჭიროთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას. იცით ბატონ ზვიათ, მინდა კითხოთ გარდა მოსწავლეებისა თქვენ სპორტული პედაგოგი, სპორტის პედაგოგი ბრძანდებით და რამდენად სპორტული ერია ქართველები. აი, გვაქვს მოდით ჩვენი ქალაქიდან ავიღოთ, გვაქვს შესანიშნავი ბულვარი 26 მაისის 6 მაისის პარკი უკაცრავად, ასევე ველობილიკები, საჯარო სივრცეებში სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მოედნები. რამდენად სპორტული ერი ვართ ქართველები? ვარჯიშობთ თუ არა? ხედავთ ჩვენს თანაქალაქელებს ხედავ და სხვათა შორის ეს კულტურა კარგია რომ შემოძაი მაგალითად მე ჩემ თავზე ვეთქვით 90 წლიდან სულ ველოსიპედი დავდივარ რა დღესაც ველოსიპედი სხვათა შორის თქვენთან სტუდიაში როგორ ველოსიპედი გარეთ მიყენია და შესანიშნავია ეს კულტურა შემოვიდა სხვათა შორის და ძალიან კარგია ადრე თითქოს და ერიდებოდა ველოსიპედი ალბათ პანდემიამ უფრო დაგვანახა პანდემიის პერიოდში გახსოვთ როცა გაჩერდა ყველაფერი ფაქტიურად ისეთი ხალხი გადმოჯდა ველოსიპედზე ცხოვრებაში ვერ დამჯდარა ეხლა რა შეეხება წელა რა შემძალე? აი, სალამ გადაყოთ, საინტერესო კომფორტული არის ველობილიკები თქვენთვის თანამდენი წელია მოვადადეთ. კომფორტული ეხლა იმდენად მივეჩვიე, ეხლა ცოტა სპეციფიკაა. ხედავ, როცა წვიმა არის, ცოტა უნდა მოერიდო. ხშირად წავწეულ ვარ კიდე. აი, თქვენი გამოცდილებით ამდენი წლის განმავლობაში ველობილიკით სარგებლობთ რა? რას შეცვლიდით? ან რა არ მოგწონთ ზოგადად და კონცეპტუალურად როგორ დაალაგებთ ქალაქის განაშენიანებას და ამ მიმართულებით? ნახეთ, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბათუმი არის ფლაგმანი ამაში, იმიტომ რომ ველოსიპედები და ველობილიკები, აი რომ უთვალოთ თუნდაც აი ბენზედან რომ დავიწყოთ იმ დასახლებიდან, აი აქ ბათუმში და აღარ ვაბობ უკვე ჩვენ ზღვისპირა პარკს ბულვარში დაახლოებით 7 კილომეტრი ნახევარია ჩადის ბოლომდე ველობილიკი. ძალიან კარგია. ეხლა სხვათა შორის ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაიგო ველობილიკი საკმაოდ ხარისხიანად, ანუ მოცურების საშუალებაც არაა და შეგვიძლია თავისუფლად იმედიანად ეს დისკომფორტი აქამდე იყო სანამ კი, ნამდვილად იყო აი პირად შემსაკთან გამოცდილებიდან. სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის რამდენად არის შესაძლებელი სპორტით დაკავება ჩვენს ქალაქში? როგორ? სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის. აი ნახეთ, ყოველთვის სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა მოთხოვნილება და გემოვნება. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სპორტი მუდმივად დასაბამიდან იმ პატარა ბავშვიდან დაწყებული როცა დაიბადება, ბოლომდე აი მაგალითად მეგობარი მყავს, მე 75 წლის არის და არის მაგალითი ჩემი. თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მუდმივად ფორმაში. ერთად დავდივართ იოგას ვაკეთებ, ზღვისპირას გავდივართ, სუთქვით ვარჯიშებს და ასე შემდეგ და რა არის მაგალითი ინფრასტრუქტურა იმდენად დიდია ჩვენთან წეღა შერასაც ამბობთ ნახე 6 მაისის პარკი ან წავე ქალაქს გვაქვს უშველებელი რეკრეაციული ზონა 6 მაისის პარკი ბულვარი გადაჭიმული იქ და მადლობა მინდა გადაუხადო კიდე ბულვარს და ბულვარის ადმინისტრაციას რომ ძალიან ბევრი სპორტული სივრცეები სავარჯიშო სივრცეები და ეხლა შერასაც ამბობთ ხო რამდენად სპორტული ერი ვართ ეხლა ვიცით რომ ქართველები უფრო მეტად მოკეიფე და ჭამასმაზე აწყობ ხო მიყვარს ეს აი თუ დავაკვირდებით ბულვარის ტერიტორიაზე უფრო მეტად რუსულენოვანი მოქალაქეები არიან და გადაჭედილია ადგილს ვერ ნახავ და უკვირთ კიდეც ჩვენი რომ აი ასეთი უფალმა ღმერთმა მოგცა ესეთი საშუალება და არ ვიყენებთ რა მე ხშირად შეჯიბრებები და ისინი რო ტარდებოდა აი მაგალითად შერატონში მთელი დელეგაციები ჩამოდიოდნენ აი ჭადრაკის და იმის და ყოველთვის საღამოთი მთელი ბულვარი მოეფინებოდა ამათ და გაყურებულები იყვნენ რომ რატო და მინდა გითხრათ რომ კავკასიაში განსაკუთრებით და
გამორჩეულები არიან დაღესტანელები. აქ არის მაგათი კულტი, არის ვარჯიში, ეს არის როგორიც, აი ჩვენთან ხოლმე ახლა ჩვენ ქართველები მაგრამ ეჯიბრებით ერთმანეთს, აი ვინ მაგარია და აი ისინი ეჯიბრებიან სწორედ ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების თუმცა ეხლა შერეულ ორთაბრძოლებში დავამარცხეთ. კი, შერეულ ორთაბრძოლებში. ნუ ეს გენეტიკურად გვაქვს რა, ამას ჭირდება. შრომა და ამას ჭირდება სწორი მიმართულება. ჩოგბურთის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრადიციაც არსებობს ბათუმში, ძალიან დიდი ხანია, ვიცით რომ კორტები გვაქვს ქალაქში, ბულვარის ცენტრში. როგორია ინტერესი თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? ჯერ კიდევ 20 წლის წინ იყო საკმაოდ აქტუალური. დღეს თუ დადიან სავარჯიშო და თუ ავითარებენ სპორტის ამ სახეობას? კი, არიან, როგორ არა დადიან. სხვათა შორის ცოტა ისე არის ცოტა როგორ სპორტის სახეობა ხელმისაწვდომად ცოტა რთული. აი მაგაზე ჩემ თავზე გეტყვი. ძვირის სიამოვნებაა თუ რატომ? ძვირის სიამოვნებაა და ამინძეც დამოკიდებულია. რა თქმა უნდა რა, უნდა იყოს დახურული, ნუ მე ვიცი რომ მგონი ბეზეს დასახლებაში არის ესა დახურული მოედნები. აქეთ კორტებზე ახლა ჭირდება ხო? კორტებზე აქ ძირითადად ადრე მახსოვს ტარდებოდა სხვადასხვა შეჯიბრებები ან თუნდაც ეხლა კერძო მფლობელობაშია ბათუმის კორტები და ნახე ამ მიმართო დანარჩენი ეხლა ქალაქში რომ მივყვეთ წელი არ გავა რომ რაიმე ახალი სივრცეები არ გაკეთდეს ხო აი მაგალითად ეხლა რომ გაკეთდა ყინულის მოედანი მიუხედავად იმის არა ვარ ჩვენ ზამთრის ქვეყანა მაგრამ თანამედროვე სერიოზული ყინულის მოედანი როგორ არ ვარ ჩვენ ბაქოში თან გვერდზე უკვე ბასეინი კეთდება თანამედროვე. ნუ აღარ ვსაუბრობ უკვე ბათუმის დინამოს მოედანზე, აღარ ვსაუბრობ იქეთ კალათბურთის ისინი არა, აქვე აქეთ კიდე მინდა ბარემ თქვენი ეთერით ვისარგებლო და კიდე ერთი სივრცე შეემატა ქალაქს, როცა დაინგრა 90-იან, ნუ ეს 2000 წლამდე იყო ჩვენი სტარტი მოედანი, შემდეგ სარბენი ბილიკები არ ქონდა და ჩვენ ბავშვებს ვარბენიებდით ფაქტიურად იმაში რა ქვია ასვალზე ძველ გერთან. ეხლა უკვე მინდა მაყურებელსაც უთხრა რომ გაკეთდა ბილიკები თანამედროვე ძალიან ლამაზ და მადლობა მინდა გადაუხადო სპორტული სკოლის დირექტორს ბატონ შოთა დავითაძეს რომლის ძალისხმევით და გვერდით დგომით ეს ლამაზი სპორტის სახეობა ალბათ ვიცით ყველა რომ ესა რა ქვია მსვლელობა არის სპორტის დედოფალი და თითქმის ყველა სპორტის სახეობა აქედან იწყება და მიხარია რომ აი ეს გვეღირსა ეს მოედანი და იმედია შეიძლება უკვე დიდ მასშტაბებზეც არის უკვე საუბარი რომ მანეჟი და ესეთ რაღაცები გაკეთდეს. სპორტსმენები რომ გაიზარდოს ხო? იმიტომ რომ ბათუმი ყოველთვის ტრადიციული იყო ძლეოსნობი და აი ეს ორი ჩემი მეგობარი კახაბერ ვაჩეიშვილი და კახა ხომერიკი რომელმაც აი იმის შემდეგ დღემდე მოიტანეს სპორტის ეს სახეობა და ეს რო გადარჩა და ცოცხალია სწორედ ამ ბიჭების დამსახურება და მათ განსაკუთრებული მადლობა მიგონია. თქვენ ახსენეთ რომ დაახლოებით 30 ბავშვიდან შეიძლება მხოლოდ 10 იყოს დაკავებული სხვადასხვა სპორტის სახეობით. საინტერესოა დანარჩენ ბავშვებთან რა მითქმა გაქვთ და როგორ აყვარებთ სპორტის სხვადასხვა სახეობას. ეხლა როგორც მე სპორტის მასწავლებელი აგიტაციად რო არ გამომივიდეს ყოველთვის ვეკითხები აბა ვინ რომელ სპორტის სახეობაში დადიხარ. ზოგი ხელსავს და ამბობს რომ აგრეთვე მე ცეკვაში დავდივარ მე და ამის გამიჯნასაც ვაკეთებ რომ არაგვერიოს ერთმანეთში სპორტი და ხელოვნება. ეხლა ინტელექტუალური სახეობები თუ არის ეს. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ცეკვა ძალიან ბევრ ელემენტებს შეიცავს. სპორტი ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ აი მაგალითად რაც მაქვს წვდომა, სადაც მაქვს წვდომა, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ და ყოველთვის ვეკითხე, აი შენ რასაკეთებ? პასუხი რა არ ვამბობ რომ გინდა თუ არა სპორტი. აი მაგალითად მუსიკით უნდა იყოს დაკავებული, უნდა იყოს ცეკვით, ხატვით და ასე რაღაცათი რაღაცით მაინც უნდა იყოს და არ უნდა იყოს გაჩერებული, იმიტომ რომ თქვენს ორგანიზმში არის ზღვა ენერგია და ყოველთვის ვცდილობ რომ მაგალითად ბატონო ზვიად მყავდა ესეთი კლასელი რომელსაც საერთოდ არაფერს არ აკეთებდა ფიზკულტურის გაკვეთილზე იმდენად ეზარებოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო კომპიუტერთან ჯდომა და გაკუთრების სწავლა, ნუ ეს იყო მისი დღის გეგმა. ამ მსგავს ბავშვებთან როგორი მიდგომა გაქვთ და როგორ აყვარებთ ზოგადად სპორტს საინტერესოა, როგორ უხსნით რომ სპორტი არა აუცილებელი, როგორ აი ფიზკულტურის გაკვეთილი ერთ ჩვეულებრივი ხე რომ მოგვყვეთ როგორია. ეხლა დაძალებით ვიცით რომ ვერავის ვერ დავაძალეთ, არიან გეთანხმები პასიური ბავშვები, პასიური, მაგრამ ისევ აგიტაციით, ისევ საუბრით რაღაცნაირად მიუდგენოდა, აი მაგალითად ბოლო-ბოლო ვეკითხებ სპორტის რომელიც არ არსებობს ბავშვი რომ რომელიმე სპორტი არ უყვარდეს. შეიძლება ვერ თამაშობდეს, მაგრამ რომელიმე სპორტი მაინც უყვარდეს და იქიდან მინდა რომ მაქსიმალურად წვდომა ვეკითხებ აი ცნობილი სპორტსმენები ვინ არიან, ვინ ყაშებენ მეგობარი ხო არ ყავს, ზოგმაინც ამას მე ბაბუა მყავდა, მე ვეკითხებ სირცხვილი არა ბაბუა მყავდა სპორტსმენი და შენ ამ დროს შეიძლება კონკრეტულად რომელიმე სპორტის სახეობა არ გიყვარდეს ან არ მიყვარს, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი რამდენად მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანი ადამიანის არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის ნაწილში, ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აგიტაცია, რითაც ბავშვებს ვეთქვით თუ რა მნიშვნელობა აქვს არა მარტო სპორტს, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების. აუცილებლად. ეს არის დისციპლინა ალბათ, ხო, რასაც გამოიჩინოს. რა შეიძლება მეტი საუბრები რა. ეხლა ვიცით რომ დაძალებით რაც არ გინდა ძალიან ვერაფერს ვერ დაგეკეთებთ და რა შეიძლება მეტია, საუბარი მეტი. სპორტის მიმართ სპორტზე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გვაქვს საშუალება ყველანაირი აბსოლუტურად რა და მენანება კიდეც რომ აი რო გავივლი გული მწყდება რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ნუ ახლა შეურაცხყოფას გავაყენე მაგრამ ჩვენ ქართველები ერთმა მოგცა ამდენი რაღაცები გვაქვს ხო თუნდაც აი ყველაზე მარტივი დღის განმავლობაში ადამიანმა 5 კილომეტრი მაინც ფეხით უნდა გაიაროს ეს უნდა იყოს დოგმა მინიმუმ თუ მეც გაივლი უკეთესია. ეს ორი დოზა მიუხედავად, ხო, რა თქმა უნდა. დაახლოებით 20 წუთი. აი დილას მაგალითად ძალიან კარგი არის ზღვისპირა პარკში, თუ გავივლით სპორტული სიარული, სწრაფი სიარული და ზოგად განმანათლებელი ვარჯიშები ზღვისპირას, აი თუნდაც წერან თქვენს მოწვეული ყავდას ხომარი და იქ იოდზე და იმაზე იყო ლაპარაკი და მოусმინე. ყველაზე მაგარია როცა მაისის თვეში დამტვერვა ხდება. და სწორედ აი მაშინ დილის 6 საათიდან 8 საათამდე იოდის გამოყოფა ხდება. ამაზე კარგი წამალი ბუნებიდან მოძებული. ჩვენ არც აფთიაქები ვჭირდება, არც ისა სამედიცინო დაწესება. ამაზე მაგარი დაწესებულება არ ვიცი რა, ჩვენ რო გაგვაჩნია და ჩვენი ქვეყანა რო არის, რა ვიცი, ამაზე მეტი რა ვიცი, ჯანსაღი ადგილი. ასე რომ ვივარჯიშოთ და ვიცხოვროთ სპორტული ცხოვრების წესით. თუ გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელი. დაგისვამთ ბატონზეად. ეზოებში რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ დაკავდნენ ახალი თაობის წარმომადგენლები სპორტული აქტივობებით? ეზოებშიც არანაკლებ არ არსებობს უბანი, ეხლა ჩვენ ყველა ბათუმელები ვარ და ვიცით ხო არ არსებობს უბანი, არ არსებობს ადგილი, არ არსებობს დასახლებულია. პუნქტი სადაც მოედანი არ იყოს. აი მაგალითად მე ჭაობში ვცხოვრობ, ჩემს ირგვლივ არის 3 მოედანი. და ხანდახან გული მწყდება რომ გამოვდივარ, ახალგაზრდები კი არ ვარჯიშო, ზიანი იქის გადახურული ის რომ აქ და საუბრები ტელეფონებში ჩარგული და სულ ყოველთვის რომ მივდივარ, ეხლა სულ მეუბნები რომ აქ ჯდომას იქ გადი და ზოგმა ფეხბურთი, ზოგმა კალათბურთი საწოდაებაა რომ ესე ცარიელი აი ესე გაკეთებული ადრე არ ქონდა და სტილ ვიხარ გვიდოდა რომ გამოვიტანეთ ქვებს და რაღაც თამაშობდით. იმაში მანქანებს სადადიოდა ეხლა თავარი ადამიანის მონდომება. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვამბობ რომ სპორტს ასაკი არ გააჩნია. დაწყებული პატარიდან დამთავრებული ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული და ეს კულტურა უნდა შემოვიღოთ ჩვენ. აი როგორც წერან თქვი ველოსიპედის კულტურა, ხო, ველოსიპედის კულტურა. სიაგვე ადრე არ უნდოდა ზოგს ესე ვიტყოდ რომ უტყდებოდა კიდეც. ეხლა კარგია რომ ეს კულტურა შემოვიდა. სპორტი უნდა იყოს ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, როგორც საჭმელი უნდა ადამიანს, როგორც წყალი უნდა, აი ესე უნდა ქონდეს შინაგანად გაფიცრებული. საგან მნიშვნელოვანი არის რომ საკვებიც სწორად შევარჩიოთ და სპორტის აქტივობას იმის ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება და ჰიგიენა ეს სამივე არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში. დიდი მადლობა. აიხარეთ, მადლობა თქვენს. დიდი მადლობა ზვია დაბაშიძე სპორტის მასწავლებელი გახდათ ჩვენი სტუმარი. მოკლედ ჩვენ ვისაუბრეთ კვებაზეც და მათ შორის უნდა ვისაუბროთ ასევე იმ ძირზულ ტრადიციაზე, რომელიცაც საქართველოს ბოლო წლები განსაკუთრებულად თავს იწონებს. საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის ქვეყანაც არის და ცოტა თვიცის ეს სხვა შორის დამზადების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში 1000 წელს ითვლის და სხვადასხვა ნაირსახეობის ყველი არსებობს. ერთი ადამიანი უნდა შემოგვიერთდეს, რომელმაც შემოიარა ფაქტიურად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და საგულდაგულოდ შეაგროვა ყველა ის ტრადიცია, რომელიც გამოარჩევს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის ყველის წარმოებაში. ჩემი განსაკუთრებული ასე ვთქვათ ინტერესი და ინტერესი გამოიწვია მოკლედ სვანურმა ყველმა, ეგრეთ წოდებულმა ნარჩმა, რომელიც დღეს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ ევროპაში საკმაოდ კარგად იყიდება და საკმაოდ დიდი ინტერესი არის. უგემრილეს ყველია, მე მაქვს. ანა მიხაძე უნდა შემოგვიერთდეს, მე ყველეთა გილდიის თავმჯდომარე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მიმდინარე
სიახლეებზე, თუ რა სიახლეები არსებობს საერთოდ ქართული ყველის წარმოებაში, მათ შორის არაერთი საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქართულმა ყველმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ანა თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი ეს მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში როგორ დაიწყო და საბოლოო ჯამში რა შედეგამდე მიხვედით? ძალიან დიდი მადლობა ეთერის დათმობისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და ორად სიტყვით შევეხმარ, მე ვთხოვე თქვენს პროდიუსერს, რომ დავეტოვებინა ეთერში და მომესმინა იმ ბატონისთვის რასაკვირველია უერთდები და ძალიან მიხარია, რომ ფიზიკურ დატვირთვაზე ზოგადად ფიზკულტურას ესეთი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში. ძალიან კარგია ეს. მე თვითონ დღეში 12 კილომეტრს დავდივარ. იცით ალბათ დიაბეტიანი ვარ და მქონდა პრობლემები წონის და 35 კილო დავიკელი მხოლოდ სიარულით, მხოლოდ ვარჯიშით. ასე რომ მივესალმები თქვენს წინა ეთერის სტუმრებს და მიხარია რომ ეს აქტივობა არსებობს. ეხლა რაც შეეხება ყველს, მე შემოვიარე არა მარტო საქართველო, არამედ შემოვიარე მთელი კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კავკასია. ყველგან ვსწავლობ ამ ჩვენთან მიმსგავსებული ყველის თემებს და სხვათა შორის ნარჩვი რომ ახსენეთ. ნარჩვის და მაგვარი ყველი არის აზერბაიჯანული მოთალი. მართალია სომხებიც იჩემებენ რომ ჩვენიაო, მაგრამ ეს არის ტიპური აზერბაიჯანული ყველი. ჩვენს რეალობაშიც ქართველში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც აკეთებდნენ და მეტიც გრიგოლ ორბელიანის პოემაშიც კი არის ადგილგზელში მოხსენიებული, მოიტანეს ყველი მოთალი და შეუდექით ქეიფს. ანუ კავკასიის ყველში ჩვენ გვიჭირავს ლიდერის ადგილი, ეს არის ყოველგვარი კამათის და ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მე თვითონ როგორც მკვლევარმა კი არ დავადასტურე, მხოლოდ არამედ რაოდენობრივად სახეობების მიხედვით არსად ამდენი სახეობა არ შემხვედრია. ნარჩვი არის ერთ-ერთი ჩემი ბოლო სიყვარული მეგრული გუდის ყველის წინ. სანამ მეგრული გუდის ყველს აღმოვაჩენდით, მანამდე იყო ნარჩვი, ნარჩვს ყავს კონკრეტული ავტორი ამ რეალობაში და მწარმოებელი ქალბატონი ირანსიანი სოფელ ლახამულადან. ის იყო ადამიანი, რომელმაც მე ეს ყველი გამაცნო და დღემდე მადლობელი ვარ მისი და მეტიც ის ისე განვითარდა, რომ საკუთარი საწარმო აქვს. მასთან ლაქტალისის წარმომადგენლებიც კი ჩავიდნენ ამ ყველის გასაცნობა და ჩავიდნენ სოფელ ლახამულაში, კი არა, სვანეთში არის ხოლმე სვანეთის სვანეთები. ანუ ალპური ზონა, სადაც ირას ყავს საქონელი დაბინავებული ზაფხულობით და იქ ავედით, იმიტომ რომ ირა ვერ ჩამოვიდო და ვერ მიატოვებდა თავის ფერმას. ეს კაცი გაგიჟდა გადაირია ნამდვილად, გულწრფელად, ახტოვან და არ ვიცი რა შედეგით დამთავრდება, შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას ირასთან და ექნება თუ არა გაგრძელება. სოფლიოსა გაიტანენ თუ არა ნარჩს, აწარმოებს თუ არა ლაქტალისი ნარჩს სანტესთან ერთად, არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ თუმცა საცალო წარმოებით ინდივიდუალური ეს თქვათ იმპორტი ხდება. ყველად გაკეთდება თუ არა, არ ვიცი, დიდი სურვილი მე პირადად ამისი არ მაქვს, იმიტომ რომ მე ვარ მაინც ლობისტი არტიზანული ყველის და ძალიან მინდა რომ ესეთი არტიზანული ყველი ხელშეუხებელი ტენილი არ გააკეთოს მაგალითად ქარხანამ. არც ნარჩვი არ გააკეთოს. და ეს არის მნიშვნელოვანი იყო სანდობის ნაწილში თუნდაც. რაც თქვენ ბრძანეთ წინა სიტყვაობაში, რომ ჩვენ არა მარტო ღვინის სამშობლო, არამედ ყველის სამშობლოც ვარ, ეს არის ასევე უტყუარი და ჩვენ არ გვითქვამს. ეს თქვა ერთმა უცხოელმა ფრანგმა სტუმარმა, რომელიც იყო ჩამოსული 2010 წელს ღვინის კონგრესზე, 70-ე კონგრესზე. ქალბატონო ანა. თქვენ ახსენეთ მეგრული გუდა, აი წინ დააყენეთ სვანურ ნარჩვზე. საინტერესოა. სვანურ ნარჩვზე წინ არ დავაყენე, უბრალოდ მე აღმოვაჩინე. საინტერესოა, განსხვავდება ტრადიციული გუდასგან მეგრული გუდა? არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენს წარმოდგენაში რაც არის გუდის ყველი, არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენი გუდის ყველი, თუშური გუდის ყველი არის მყარი ქერქიანი ყველი, რომელიც ვარგდება დიდი ხნის მანძილზე. ანუ ის გუდაში მწიფდება დაახლოებით 60-ზე მეტი დღის ხანდახან განმავლობაში, თავის მარილ წყალში, თავის მცენარეებს, რომელსაც უფენენ გუდაში ტრადიციულად წყაროს თავზე დაკიდებდნენ, რომ შოკი ქონოდა სიგრილე და სიცხეს ემოდან. მოკლედ ეს მთელი თემა. მეგრული გუდის ყველი არის თვით აჭრილი რძე
რომელსაც ამატებენ წიწაკას და მარილს და დიდხანს კიდებენ თხის გუდაში. დიდხანს კიდებენ, დაიწრიტება, დაიწურება. მე ხა კატალოგში მაქვს რასაკურველიაც გუდის ყველი ხარ არ მგონია რომ ეთერმა კამერამეს აიღოს, მაგრამ ნარინჯის ფერი ძალიან საინტერესო საგემო მე მჭირს მაგალითად ისეთი უსაქციელობა გავივლუჭამ, გამოვივლუჭამ და ვერ ჩერდები. უნიკალური გემო აქვს. ეს არის აჭრილი რძე, რომელსაც კარგად აშრობენ, ახმობენ. აი ხა მე თქვენთვის მოვამზადე ორი ვერსია ნადუღის პრინციპიც ეგეთი. ეს არის წიწაკაში ამოვლებული ნადუღი, ოღონდ ეს მეტი და 3 კვირა აი ასეთ ტომარაში ესეც თქვენი საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ნადუღს, ნედლ ნადუღს ყრი ამ ტომარაში ეს იყიდება ქალაქში, ეს არის ეგრეთ წოდებული, მაპატიეთ ქართულად არ ვიცი ამის შესატყვის, ეგრეთ წოდებული კაპრონის ტომარა არის. და ყველგან და ამაში ყრი ნადუღს 2-3 კვირა ვკიდებ ჰაერზე გარეთ, მერე იღებს აი ასეთ კონსისტენციას, რომ დანით შემიძლია გავჭრო და წიწაკი თუ აფორმება ძალიან გამსხვათა შორს მეგრული გუდის ყველს, აი ეს ნაჭრევებიც ეთყობა ხედავთ იმაში ტომარაში რომ იდებს და 6 თვის თავზე ვიღებ აი ასეთ ქვას, აი ხა დავაკავ უნებ და გაჩვენებ. აი თქვა ამ ფედერებით ხავიანი არის ხო როგორც აი ამ ხავას ასე კანს იკეთებს თავის კაც ქვავდება წყალი მთლიანად შორდება ცხიმი რჩება შიგნით და როცა გავხეხავ შესანიშნავად ვიყენებ აჯიკაში ხა ჩვენ იტალიელებს ხო ჩვენ ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ქალბატონ ანას სახელს უკავშირდება თაფლში ყველის შენახვის ჩემ სახელს არ უკავშირდება მე უბრალოდ ერთმა ძალიან კარგმა ქალბატონმა მე ვიცი თქვენ აღმოჩენთ ეს ტექნიკა მე არაფერი არ მიკავშირდება ახალგაზრდობა. ყველაფერს ყავს თავისი თავდაბალი მზანდებით უბრალოდ. ყველასთვის ყველს თავისი მთხრობელი ყავს. მე მათამად ვერაფრით ვერ წავართმევ. ეს არის მთლიანად საქართველოს კუთვნილება. მე გამიმართლა რომ მომეკერა ყველის მკვლევარის აი ეს სტატუსი, მიხარია ძალიანაც ტრაბახობამით, მაგრამ აი ყველს თაფში დავარგებულს ყავს ვერ მიაჭედია. კონკრეტული ავტორი სოფელ კოლხიდაში გავიცანით ეს ქალბატონი, მისი ქალიშვილი იყო იქ გამოთხოვილი. უბრალოდ ვერ დავადასტურეთ ეთნოგრაფიული წარმოშობა ამ ყველის და შემდეგ ნანა ლოლო არის ასეთი არაჩვეულებრივი ჩემი ფეისბუქი და მისმა დეიდამ ასევე ასაკენმა ქალბატონმა ზუსტად გვითხრა რეცეპტი. ის რეცეპტი მთლად სწორი არ იყო. მაგრამ ეხლა უკვე დადასტურებულად შეგვიძლია თქვა. ჩვენი ესე იგი დღეს გავაჟღერეთ საბოლოო ჯამში ოფიციალური ინფორმაცია რომ ეს სახეობა უბრალოდ ტექნიკა უკავშირდება ერთ-ერთ ქალბატონს სამეგრელოდან. ქალბატონო ანა, საინტერესოა აჭარულ ყველზე რას ფიქრობთ? როგორი წარმოდგენის ხარ? აჭარა არის, აი როგორ გითხრათ, ჩემთვის არის მოუშუშებელი ტკივილი. რას გულისხმობ? იმდენი კარგი რამ მომცა აჭარამ რძის პროდუქტების თვალსაზრისით, მაგალითად შუშველა, მაგალითად დამპალი ყველი, მაგალითად კარამკაიმაღი, კაიმაღი. ეს ორი ტიპის ჩეჩილი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, დაწნილი ყველი. ჰელი ყველოთეკა გაქვთ. რა არის ის მთავარი განმასხვავებელი აჭარული ყველისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც სხვა კუთხის ყველს არა აქვს? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა კითხვისთვის. ნახეთ როგორი რაღაც არის. როგორც ღვინოს აქვს თავისი ტერუარი და მიკროზონა, ასე არის ძეც, არაფერ არ განსხვავდება მიკროზონის თვალსაზრისით ძე. ხომ გაგიგეთ ესეთი გამთქო, ეს საძანოს ყველია, ეს იმის ყველი არა ქვია, მარწვილი სულუგუნია. ხალხმა ისეთი სახელდება მისცა ამ ყველებს, რომ უკეთესი ადგილწარმოშობის დარეგისტრირება მას არ ჭირდება, ხალხმა უკვე დაარეგისტრირა. ზუსტად ასე არის კაიმაღი, ზუსტად ასე არის დამპალი ყველი. დაწნული ყველი. ეს არის იმ რეგიონისთვის, იმ მთისთვის, იმ ალპური ზონისთვის. იქ მემთევრა ქალები რომ მუშაობენ არაჩვეულებრივი გოგოები რო ყავთ აჭარლებს და აულებს რო უძღვებიან არაჩვეულებრივი ქალები არიან წინამძღოლები, ისინი აკეთებენ. თუმცა მოუშუშებელი ტკივილი რატომ არის ესეც რო განვიმართ? მე რატომ არის? აი ვერ დავასრულე, სულ მინდა რომ ვიკლიო. აი ასე მგონია რომ შუა გზაში მივატოვებ, მაგრამ იქ კარგი ხალხი არის ძალიან თქვენთან მკვლევარები, ზურა ბაუჟაძე მაგალითად არაჩვეულებრივი მკვლევარები ჭია ტურიზმს უძღვება, ხო? და რაღაცა თბილისიდანაც ვიღაცები ჩამოდიან, რაღაცა კვლევებს აკეთებენ, წინებს გამოსცემენ. ამიტომ იმედი მაქვს რომ ეს პროცესი არ გაჩერდება, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ კიდევ არის იქ ბევრი რაღაცა აღმოსაჩენი და კიდევ არის ბევრი რამე დასალაგებელი. უთი მაგალითად შეუდარებლად კარგი შეჭამბა. უნიკალური პროდუქტია ნამდვილად.
მოდით ქართული ყველის წარმოებაზე ვისაუბროთ ზოგადად, რა ვითარებაა დღეს ამ მიმართულებით და ზოგადად რა როლი აქვს მას ეკონომიკის განვითარებაში. ესე იგი, როგორი რაღაც არის, იცით, მთლად საიმედო ინფორმაცია არ მაქვს თქვენთვის და არც არავისთვის, იმიტომ რომ ჩვენ განვიცდით რძის დეფიციტ. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რძე იმისთვის, რომ ნედლ რძეზე ვაწარმოოთ ჩვენი აი ეს ამდენი დასახელების ყველი. ტენილყოლს ვინც აწარმოებს იმას თავისფერ მაქვს, ნარჩს ვინც აწარმოებს იმას თავისფერ მაქვს და არ ყიდულობს ღმერთით, არ ყიდულობს რძეს, ხო? მაგრამ ძირითადად რაც გავრცელებულია ჩვენი გასტრონომიისთვის, იმერული ყველი და სულუგუნი, ეს ორი ყველი არის, ხო, ჩვენი სუფრის მთავარი ყველი, ამას მიხავს ჩვენი სუფრა, ხო, იქ ხაჭაპურში ჭირდება, ცომეულში ჭირდება, სხვა ცომეულში, ღომში, ჭაჭი და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით მთლად კარგი მდგომარეობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ორგანიზებული ფერმა გვაქვს სულ 5, არც კი მეტიც აი ერთი ხელისწიწე ჩამომეტება, რამდენი ორგანიზებული ფერმაც არსებობს საქართველოში, ყვარლის ბაგა, წალკის არაჩვეულებრივი ქალბატონი და არეჯანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი კი არა მე ვიტყოდი საოჯახო მეურნეობის თვალსაზრისით ერთადერთი საუკეთესო ფერმერი მწარმოებელი არის, საოცარი ქალია. არ გვაქვს ჩვენ რძის ნედლეულობა. ეხლა დაიწყო როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროექტი მესაქონლეობის განვითარებაში ჩაიდება, მე როგორც ვიცი, ძალიან დიდი თანხა 50 მილიონს აღემატება მე მგონი. აი აწარმოა საქართველოს ფარგლებში არის მერძევობის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ეს არის საწარმოების მეგობარო, მაგრამ ფერმა თუ არ იქ, ნახე ჩვენ როგორ მოგვიიდა, ჩვენ ძალიან ბევრი საწარმო აღაშენეთ, ძალიან დიდი ფული ჩავასხით, მათ შორის სხვათაშორის USAID-ის ძალიან დიდი თანხები ჩავასხით წარმოებაში, მაგრამ როცა წარმოება აშენა ადამიანმა გაიხედა, გამოიხედა და რძე არ აქვს. აი მე რა ქნას უცერცი. აი თქვენ USAID ახსენეთ ქალბატონო ანა, საინტერესო არის ზოგადად საერთაშორისო მხარდაჭერა რამდენიმე მნიშვნელოვანი არის ქართული აი ამ მნიშვნელოვანი კულტურის განვითარების ნაწილში და ზოგადად თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით? ძალიან მნიშვნელოვანი არის ხათაშორის ყველის მწარმოებელთა ძალიან დიდ პროცენტს აქვს საერთაშორისო დაფინანსებები და პროგრამებში ამერიკის საელჩო ძალიან ეხმარება განსაკუთრებით მერძევებს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ერთი ქვეყნის პრობლემა. შეიძლება მე არ შევწამო ქართული თევზი, არ მიმიწვდეს ხელი, მაგრამ ტურისტი აუცილებლად სინჯავს ხაჭაპურს, იმიტომ რომ ხაჭაპური ბრენდია და ქართული ყველიც ნელ-ნელა შევიდა ათეულში. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად სასიხარულო ცნობა იყო ჩემთვის, რომ გიგანტი ყველის მწარმოებელი ქვეყნების რიგში შევედით, ანუ ჰოლანდიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და იტალიის გვერდით ქართული ყველის ნიშა გამოჩნდა. ეს დიდებული ფაქტია. ბატონო? ეს დიდებული ფაქტია, თქო, და აი ჩვენ ვახსენეთ ქალბატონო ანა, რომ საქართველოს არა მარტო ღვინის, არამედ ყველის სამშობლოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც უფრო მეტი მეღვინია, ვიდრე ყველის მწარმოებლები, ყველის ოსტატები. ესე რატომ ხდება? ეხლა მე თქვენ ისეთი სატოპკე კითხვა დამისვით, აი ექსკლუზიურად გჩუქნით ერთ ინფორმაციას, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ იცით თქვენ რომ მე ყველთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ეს არის ქოლგა, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია და კონკრეტიკა არ აქვს. ჩვენ გავაკეთეთ ველის ტექნოლოგთა პროფესიული კავშირი, სადაც გავაერთიანეთ გორის კოლეჯი, ვისაც აქვს დამთავრებული, ვისაც აქვს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სპეციალობები, ტექნოლოგიის, ესენი გავაერთიანეთ ეს ადამიანები და ამ ტექნოლოგიური ვიწრო სპეციალობის კავშირის ფარგლებში ჩვენ გვექნება, აი მაგალითად მე მივდივარ ერთ კვირაში მივფრინავ პრაღაში, იქ ქართული ყველის პატარა საწარმოს აკეთებს კარგი ჯგუფი და მოკვლევაზე მივდივარ. ხშირად დავდივარ, უნა გრანდე არის ესეთი ძალიან კარგი კომპანია, აზერბაიჯანში კურდამირში ვმუშაობდი, გოზელების ძალიან საინტერესო კონსორციუმში ვიმუშავე და იქაც ქართულ ყველზე ვიმუშავე. ანუ ინტერესი ქართული ყველის მიმართ, სულგუნის და იმერულის მიმართ არის ძალიან დიდი და ეს გამოიწვია ქართული რესტორნების არსებობამ, საგემოვნოთვისებამ, ისე მოცარელა ბრენდია, მსოფლიო ბრენდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოცარელა იცის ყველამ დედამიწის სულგუნი იცის ძალიან ცოტამ, ამიტომ სულგუნის საგემოვნოთვისება და მიუხედავად ერთი ოჯახია მოცარელა და სულგუნი. მაინც უნდათ რომ სულგუნი ცალკე გააკეთონ და ქართულ სპეციალისტებს მიმართონ. აი ამ კავშირის ფარგლებში, ამ პროფესიული კავშირის ფარგლებში ჩვენ გვექნება სკოლები, პატარა სტუდიები, მოკლევადიანი, იმიტომ რომ 2 წლიანი და ცოტა ძვირიანი გადამზადების კურსებს გულისხმობთ თქვენ, ხო, პროფესიონალს? კი, მე ყოველთა სკოლები იქნება, ყველგან რეგიონში გაკეთება მოკლევადიანი კურსები. ჩავლენ ეს ჩვენი კავშირის წევრები, ვინმეს თუ ქარხნის აწყობა უნდა დაეხმაროს
დახმარებიან, იმიტომ რომ მართლა პირველი ლურსმიდან ბოლო ყოლის გამოშვებამდე ყველაფერი იცის ამ ადამიანებმა. ჩვენ გორში გვყავს ერთი უხუცესი ადამიანი, თუმცა გამოიყურება პატარა ბიჭივით, ბატონი ზურა ოპიაშვილი, მის გარეშე მე ფეხს არ ვდგამარსათ, იმიტომ რომ ჩემი მასწავლებელია და ვაფრენ ამ ადამიანზე, არავის ამხელა ცოდნა ყველში საქართველოში არ გვაქვს როგორც აქ ბატონ ზურაბს და მისი გამოზრდილია ყველა ტექნოლოგი და ეხლა ნელ-ნელა უკვე გაიზარდა 30-ზე მეტი ადამიანი არის, ასე ვთქვათ, ყოველ წელიწადს უშვებს ეს ხანსამთვრიანი ალბათ საინტერესო იქნება ვინ გაუზიარებს აბსოლუტის ფარგლებშიც ჩვენ ზუსტად ამას მივაქცევთ, ხა ფეხბურთელებივით მილიონად ვერ გავყიდით ამ ადამიანს, მაგრამ ახლა გაჩნდა უცხოეთიდან მოთხოვნა. ზოგადად ინტერესი რამდენად არის ამ პროფესიის მიმართ და გამოცემულობა გაქვთ ეს პროფესიული კავშირის ის რა რეკლამაც გაუკეთა საბჭოთა პერიოდში აცხონოს ღმერთმა ბატონი ნიკო ლეკიშვილი იყო ამის თავკაცი, ასე ვთქვათ, მან ბევრი რამ გააკეთა ქართული ღვინისთვის საბჭოთა პერიოდში და გამოიყენა რასაკვირველია ეს ამდენი რესპუბლიკა რო იყო გაერთიანებული, მე უკვე ევროპაში მარტივად გავიდა ასე უკვე სახელგანთქმული 15-18 ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გადიოდა ბატონი ნიკოს სალიანილი ხელშეწყობით და დახმარებით. ახლა უკვე მთელი მსოფლიო იცნობს ქართულ ღვინოს, ეგერ ლონდონში პირველი პავილიონი არის ქართული და ბატონო იცით მე ყველის დიდი თაყვანის მცემელი ვარ განსაკუთრებით ქართული ყველის და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ამა თუ ყველის სახლს, თუმცა ფასი ყოველთვის ძვირია ხოლმე. ეს განპირობებულია იმით, რომ ზოგადად ყველი როგორც პროდუქტი ძვირად ღირებულია, თუ ეს ვთქვათ იგივე რძის დეფიციტს უკავშირდება საქართველოში. ორივეს, იმიტომ რომ ისეთი კითხვა დამისვით პასუხი იქვე იყო, თქვენ ვეუპასუხეთ თქვენს სავე შეკითხვას. ზოგადად რძის პროდუქტი არსად არ არის იაფი. თელ სოფლიოში თუ ის არ არის ინდუსტრიული, მაგრამ ინდუსტრიული პარმაჯანო სადღაც ხანდახან 60 ევროდანაც იწყება ხო ფასი. ძვირია, რძის პროდუქტები ყველგან ძვირია, ну თვითონ რძე შეიძლება არ იყოს ძვირი, ჩვენთან რძეც ძვირია, დეფიციტიდან გამომდინარე თავისთავად ცხადი 2 ლარი ანუ სადღაც 80 ცენტამდე 60 ცენტამდე არსად არ ღირსე ჩვენთან რძე იმის გამო რომ დეფიციტია და ზუსტად აი ამ ველოდები ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროგრამის ბოლომდე ჩაშვებას რომ ფასოს კარგი პროექტია ბატონი შამუგიას დროს დაიწყო და მე ვიცნობდი ამ პროექტს ახალი მინისტრი ბატონი სონგულაშვილი კარგად იცნობს ამ სფეროს ძალიან კარგად განსაკუთრებით მეყოლეობას და იმედი მაქვს რომ ესეთი რომიერი ნაბიჯები იქნება გადადგმული და დროზე მიეხედება რძის დეფიციტს. კი ბატონო, ხაბატონო ანა ბოლო კითხვა მექნებოდა ასეთი. ამათაც იმიტომ რომ ძელი მოსაპოვებელია ნედლეული და ამიტომ. აი საინტერესო არის ზოგადად გარემო და კლიმატი თუ ახდენს გავლენას რძის და ყველის წარმოებაზე და მით უმეტეს თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე, ეს რამდენად ახდენს გავლენას ასევე ქართული ყველის წარმოებაზე და რაც ცვლილებები არსებობს ამ მიმართულებით. ეხლა თქვენ არ ვიცი როგორ მოემზადეთ, მაგრამ ყველა კითხვა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ნახეთ, თელს მსოფლიოში არის პრობლემა ნაკელის გადამუშავების, ანუ ფერმა თვითონ არის რთული ორგანიზმი, ძროხა, თხა და ნებისმიერი რაც ბიოლოგიური არსებაა. ამიტომ რაღაცა გადაწყვეტილება არის მიღებული, რამდენად არ ვიცი ეს განხორციელდება, მაგრამ 2050 წლისთვის სულ 3 ქვეყანა იქნება რძის მწარმოებელი, ეს იქნება არგენტინა, იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთი, ბელორუსია. იმიტომ რომ აი ეს პატარ-პატარა ფერმები დარჩება, მაგრამ ორგანიზებული 2000, 10000, 100000 სული რო ყავთ, ასეთი იქნება სულ 3 ქვეყანა, ასე ამბობენ. ჯანმოს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაც ეს არის. ამიტომ რძის დეფიციტი კი არ მოიკლებს, გაიზრდება. არ არის სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ თლათ ესეთი ადვილი ნედლეული არ არის, საკმაოდ რთული ნედლეულია. უბრალოდ ჩვენ ვართ, ჩვენ საქართველო ვართ ყველდამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სიტყვა საყვალპურო, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ რამდენიმე სახეობა და ვგიჟდებით ამ ყოველის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია. და ჩვენი ორგანიზმი ამაზე არის აწყობილი ფეხის ჭრილიდან თვის ძირამდე, ყველით ვიწყებით და ყველით ვთავრდებით. და ლეგენდები ბევრჯერ მომიყოლია ეთერებში, რომ ადამიანი რო კვდებოდა ანდერძის დაწერას რომ ვერ ასწევდა ერთნაჭერ ყოველ სასწრაფო ჩაუდებდა, ყოველს რომ მოეცრო ხელის მოწერა ანდერძისთვის.
აი ესეთი ძლიერი, ასე ვთქვათ, პროდუქტი არის და უცნაური თავისთავად, ხო? ნუ ჩვენ ვიწყებით რძით, დედის რძით და თავდებით, ასე ვთქვათ, ამ რძესთან ურთიერთობით. საინტერესო ნედლეულია ძალიან, საინტერესო პროდუქტია ძალიან, ბევრი სახეობა არსებობს 4000-ზე მეტი დედამიწაზე და ყველა არის უგონოდ შეყვარებული ყველაზე და ყველა დამოკიდებულია, თქვენმა კოლეგამ რომ ბრძანა რომ ყოლის გარეშე არ შემილიაო და ცოტა ძვირიაო, აი მაგიტომ მაგალითად ეს ნადუღი რომ გავაკეთე, ეს არის ჩემი მეგობრებისთვის რჩევა, ყველაზე იაფი პროდუქტია ჩემთვის, ვყიდულობ 6-7 ლარად და მთელი თვე მაქვს მაცივარში გამოულევად ძის პროდუქტიდან გემრიელი. ნადუღი ერთ-ერთი უსაფრთხო პროდუქტია, აი ეს თქვენი ტელემაყურებლებისთვის ჩემი საჩუქარია და რჩევა არის, იყიდო ნადუღი, აი ასეთ ეგრეთ წოდებულ კაპრონის ტომარაში გამოიყვანონ კარგად 2 კვირა გაწურონ და შემდეგ უნდა პიტნა მოაყარონ, უნდა წიწაკა, უნდა მშრალი მიური, ექნება სულ დელიკატესი მაცივარი. უღრმესი მადლობა ქალბატონო ანა, საინტერესო საუბრისთვის, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგებთ თქვენგან. მიყოლეთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე გახდათ ჩვენი სტუმარი. კი მოვიდა ახლა ლანჩის დასადილობის დრო, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორი ამინდია დღეს ჩვენს ქალაქში დღის ბოლომდე მოსალოდნელი ეს ერთი და მეორეც რამდენად კანონზომიერია ის ბუნებრივი პროცესები რომელიც ახლა მიმდინარეობს კლიმატური თვალსაზრისით თებერვალში ჩვენს ქალაქში და როდის დადგება გაზაფხული რომელსაც ასე ძალიან ველოდებით ყველანი და ველოდებით კობა ფარტენაძესაც ის ახლა შემოგვიერთდება ობზანდი კობა რომ გავიგოთ ამინდი დაბრძანდი ამინდის პროგნოზით მოგესალმებით გამარჯობა როგორ ხართ? კარგად, თავად როგორ ხარ? კარგად, გელოდებოდით დიდი ხანია და მინდა რომ დავიწყო საუბარი იმ თემებზე, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება. აი გლობალურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ წინა სტუმართან, რომელიც ფაქტიურად გავლენას ახდენს არა მარტო ჩვენს ვთქვათ ყოველდღიურობაზე, არამედ ჩვენს იმ კულტურაზე, რომელიც თუნდაც ყოველს წარმოებას უკავშირდება. გვითხარი ბოლო-ბოლო დაგვამშვიდე რა ხდება. გლობალურ დათბობასთან მიმართებაში კლიმატის შეცვლა, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს ტერიტორიაზე ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, მით უმეტეს ბოლო ათწლეულის. თუმცა ხშირად ამინდის ყველა მოვლენა ძალიან გამძაფრებულად უკავშირდება ხოლმე კლიმატის შეცვლას, თუმცა ესე რომ ვთქვათ, საქართველოში ძალიან გამოხატული არის ეს შეცვლა და ნორმიდან გადახრა, ვერ ვიტყვით, თუმცა გარდამავალი პერიოდების შემცირება, გაზაფხულის და შემოდგომის, ასევე ექსტრემალური ამინდის პირობები, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, გამოწვეული სწორედ ამ ცვლილებით. ექსტრემალური ამინდის პირობები გულისხმობს რას? თუ რამოდენიმე 10 წლის წინ ბათუმში მაგალითად 3-4 დღე ცრიდა ნისლი იყო, ჩვეულებრივი ბათუმური წვიმა იყო, ახლა ეს უკვე შედარებით, რა ვთქვათ, გაიშვიათებულია და წვიმა როგორი წვიმა გვაქვს დღეს? ანუ პროგნოზს მეკითხებით არა, განსხვავება მაგაში. განსხვავება რა, ნახე დროში. წვიმის ინტენსივობა მოიმატა და დროში შემცირდა. ის რაც მაგალითად 3 დღის განმავლობაში უნდა მოდიოდეს ჩვენს ქალაქში, მოვიდეს შეიძლება 1 საათში. საათნახევარში, რაც კვრის ბუნებრივია სტიქიური პროცესების განვითარების ალბათობას და სწორედ დღევანდელობამ მოიტანა ის, რომ ნაადრევი გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია, რომ მოსახლეობას როგორც სხვაგან ხდება სხვა ევროპულ ქვეყნებში და სხვა წამყვან ქვეყნებში ასევე მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, თუმცა მანამ მე ვფიქრობ, იგივე 112-მა დაიწყო რაღაცა პერიოდით, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის დასახვეწი თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება არის ხო ამ ნაბიჯის გადადგმა ზოგადად იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის ფლობარი გადამწყვეტი მნიშვნელოვანი პრევენცია. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების მიერ აღქმულია ნებისმიერი სტიქიური პროცესების განვითარების ალბათობის პროგნოზი, როგორც ქვეყნიერების დასასრული, შემაშინებელი ამბავი და ასე შემდეგ. ეს არის პრევენცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ძლიერი ქარის დროს შეგვიძლია რაღაცა ზომები მივიღოთ აივანზე, რაღაცები შევძლებოთ და ეს ყობა ახალი პროდუქტი არის ახალი, შესაბამისად მგონია რომ ალბათ ცნობიერებაც ამ კუთხით უფრო გაიზრდება. იმედი ამაღლდება, თუმცა ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ყველაფერს არის ისეთი რაღაცები, ძალიან დიდი ხანი სჭირდება, რომ არ მივიღოთ
შემაშინებლად და მივიღოთ ეს როგორც პრევენცია. 112-დან თვითონ თავის მხრივ აქვს დასახვეწი, ვინაიდან სინოპტიკოსის დაწერილი პროგნოზი უნდა მივიდეს მოსახლეობამდე უცვლელად და კონკრეტულად. როდესაც თელავში ველოდებით ძლიერ წვიმას, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიგზავნოს, მაგრამ უნდა იყოს დაკონკრეტებული, რომ ეს არის თელავში, ან იმერეთში, ან გურიაში და არა მთელს ქვეყანაში. მანდაც არის რაღაცები ბუნებრივ კატაკლიზმებს. თორემ მე მეტეოროლოგები ველანძღებით. კოპა, უნდა ველოდოთ ბუნებრივ კატაკლიზმებს აი ამ პერიოდში. აი მარტი ხასიათდება განსაკუთრებით, რაც თავისი კლიმატური თავისებურებით, იმიტომ რომ ყინული იწყებს ცნობას და მდინარეები დიდდება. ამ დროისთვის შეიძლება თუ არა პროგნოზი? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგ დროს თავისებური პროგნოზი იწერება, ეს არის მდინარეებში წყლის დონის საშიში მომატება, თუ როგორი სიმაღლის თოვლი გვაქვს მაღალმთიან ზონაში, ველოდებით თუ არა კიდევ და ასე შემდეგ. მარტში სხვათა შორის ზღვის წყლის ტემპერატურა გაცილებით დაბალია ვიდრე დეკემბერში. შესაბამისად, ბათუმში ცივი ამინდები მარტისთვის უფრო დამახასიათებელია ვიდრე დეკემბრისთვის, თუ რა თქმა უნდა აქტიურ და ინტენსიურ ციკლონის შემოჭრასთან არ გვექნება საქმე. სწორედ ეს დაბალი ტემპერატურა განაპირობებს აი იმ სუსხიან ქარს და ასე შემდეგ მარტში მიუხედავად იმისა, რომ მზეს ულტრაისფერი ინდექსი არის საკმაოდ მომატებული. მარტი უფრო მეტად ძალიან ცვალებადი თვია, მაგრამ ასე რომ ვთქვა, რომ სტიქიური პროცესები მთიან ზონაში ახასიათებს, მაგრამ ეს ყველაფერი ზვავის, ღვარცოფის და ასე შემდეგ სახით, მაგრამ უფრო მომატებულია ასე რომ ვთქვათ აპრილის თვეში, როდესაც უკვე ტემპერატურის ძალიან დიდი მომატება შეიძლება იყოს 24 საათის განმავლობაში ყოფილა ისე რომ 31-32 გრადუსი დაფიქსირებულა და მეორე დღეს იყო 7 და 8 გრადუსი. აი ესეთი თოვლის დნობა, რომელსაც შემდეგ თან დაერთვება წვიმა, ბუნებრივია ეწვევს სტიქიურ პროცესებს და შესაძლებელია, თუმცა ამ მომენტში ნახეთ ვერ ვივარაუდებთ, ვინაიდან ჯერ ზამთარი არ დასრულებულა, ჩვეულებრივი ნორმის ფარგლებშია მთიან ზონაში თოვლის საფარი, აი საშიში არის ის, რომ შეიძლება 15 მარტს მაღალმთაში მოვიდეს 1 მეტრო თოვლი, აი 15, 16, 17, აი ზოგად ფორმულირებას ვამბობ და მაგალითად 25-ში იყოს 30 გრადუსი. აი ესეთი სიტუაციები ქმნის საშიშროებას. დიდი მადლობა. მსმენია ხოლმე უფროსი ადამიანებისგან მაგალითად ეხლანდელ პერიოდს, ზამთრის თბილ პერიოდს უკავშირებენ, რომ შეიძლება ეს საფხულისთვის ცუდი იყოს. რა გავლენა აქვს ზოგადად ამ ნაწილს და რამდენად მართებულია მათი ეს შეგრძნება, რომ თბილი ზამთარი ნიშნავს კარგ გაზაფხულს. ხო, ესე კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაცნაირად ხალხური დაკვირვების შედეგი, თუმცა როგორც მეტეოროლოგი დასკვნებს და დაყრდნობით, ვერ დავადასტურებ. ხანდახან შეიძლება ეს ყველაფერი დაემთხვას, რა თქმა უნდა, იყოს ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული ან პირიქით. შეიძლება ხანდახან დაემთხვას, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი არ ემთხვევა, ვინაიდან ყოფილა 4-ვე სეზონი ცუდი და 4-ვე სეზონიც კარგიც. უახლოესი დღეების პროგნოზის გავამდოთ ჩვენს მაყურებელს და ამით დაგემშვიდობებით. კი ბატონო. თებერვალი ნორმასთან მიახლოებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ დღეებში ესეთი დაბალი ტემპერატურა გველოდება, მოსალოდნელია და უკვე სახეზე გვაქვს +5 გრადუსი სითბო და ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდა, ეს 4 დღე გვექნება ესე ჩაწოლილად ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება ჩვენს ქვეყანას. შემდეგ რამოდენიმე დღით გამოიდარებს და ისევ ველოდებით აცივებას. თუმცა თოვლის სიტუაცია დღევანდელი პროგნოზით ამ გადასახედით ახალი მონაცემებით არ გვაქვს. და სამწუხაროა, რა და ბაკურიანში მსოფლიო დონის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ბაკურიანში, ანუ ეს მინდა აღნიშნო, მე ვამბობ თოვლის სიტუაციას სანაპირო კურორტებზე. მთიან ზონაში პირიქით არის სულ ეს დღეები აღნიშნავ, რომ ვინც ამ პერიოდში მიემგზავრება, ყველაზე მეტად გაუმართლა, იმიტომ რომ თოვლიანი პერიოდები გვაქვს, როგორც ბაკურიანში, ასევე გოდერძიზე, გუდაურში და მაღალმთიან ზონაში ყველგან ითოვებს ზღვის დონიდან 300 მეტრზე. უფრო დაბალ სოფლებში, ცქედაში შეიძლება გათოვდეს თუ ახლომდებარე ტერიტორიას ვიტყვით. მაღალმთაში ითოვებს უბრალოდ ჩვენ უკვე მოგვენატრა რამოდენიმე წლის განმავლობაში ბათუმში კარგი თოვლი, რომელიც არ გვაქვს. წელს სხვათა შორის ველოდებოდით, რომ ზამთარი იქნებოდა თბილი, მაგრამ შარშანდელზე უფრო ცივი. რაც გამოიხატება იმაში, რომ შარშან ძალიან ხშირად ჰქონდა 20-22 გრადუსი სითბო იანვარში, წელს იყო კარგი ამინდები, მაგრამ 15-16 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა, როგორც ზამთარსაც ველოდებოდით, ზუსტად ისეა. გაზაფხულის პროგნოზს ცოტა უფრო მოგვიანებით შემდეგ ვისაუბრებთ. მადლობა. თქვენ მადლობა, რომ მენდობით მიწვევთ და მისმენთ.
მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც გაატარა ეს საათნახევარი ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით, მე ზეგ შემოგერთდებით ხვალისევ პირველ საათზე ჩემი კოლეგები. დაგველოდეთ ტელეეკრანებთან. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა.